დაგიბრუნდით მორიგი ეპიზოდით და დღეს ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. სავარაუდოდ ძალიან ბევრი ისნოთ ჩვენ არჩილბალს. იმის გარდა რომ დღეს გვყავს სტუმარი არჩილბალს მეკეში, დღეს ვზივარ ორ მელოდ ადამიანებთან და ერთ სიტყვით რაღაცა ჩავიფიქრე. მე და ჩემი ქუდით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ეხა კიდე დავიწყოთ, რავი. ეს თვით გამოცხადებული მელოდია, ეს არის გადაპარსული, ეს არის I wanna be melody. მაგას არ ვაბაზრებ ხოლმე შორის, იმიტომ რომ ჩემი ფიშკა არის მელოდი ვარ. სასწავლით მას ინერგავს რაღაცა პროცედურებს გადაიწყოს. მე დატანჯული ვარ, ყოველ ორ დღეს ერთად. თმა არ მევასება. მოკლედ, როცა დავუპატიჟეთ არჩიბალდი, მე რა ვიცი, კითხვებზე ხო ვფიქრდებით ხოლმე, ეხა წინასწარ და სულ ერთი სერიოზული კითხვა მომფიქრდა, ასე რომ მაგ ერთს დავსვამ და მე ირაკლი წაიყვან გადაცემას ამ გადავალთან სისულელებზე რომ სოციალიზმი კარგია და რაღაცები. სოციალ-დემოკრატია. ხო, სანამ მაიმუნობებზე გადავალთ. არჩიბალდ მეკეში ნამდვილი სახელია და გვარი? არა, ეს არის ფსევდონიმი, ეს არის გველის პერანგის პერსონაჟი, გადმოტანილი მაქვს პოლიტიკურ აქტივიზმში და ვათამაშებ ამ კონცეფციას საკუთარ თავში და პოლიტიკურ აქტივიზმში. ჩვენ ვართ ემიგრანტები საკუთარივე ქვეყანაში და ვეძებთ უკეთეს საქართველოს საქართველოშივე. არჩიბალდი ეძებს საქართველოს საქართველოში. კი ბატონო, ანუ თუ ოდესმე მოვიდა საქართველოში სოციალ-დემოკრატია, შეიცვლით სახელს. კი, აუცილებლად და სოციალ-დემოკრატია საქართველოში იყო, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხარი დაუჭირა სოციალ-დემოკრატიას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 80%-ზე მეტი აიღეს სოციალ-დემოკრატებმა, ტოტალური უმრავლესობით მოვიდნენ ხელისუფლებაში და საქართველო იყო, სხვა შორის ეს განსაკუთრებით ევროკავშირის თემით დაინტერესებულ ადამიანებს მინდა მოკლედ უთხრა, რომ ჯერ ნორვეგიასაც კი არ ქონდა ისეთი სოციალ-დემოკრატიული კონსტიტუცია, როგორიც ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა შექმნეს და პირველად უმრავლესობით მოვიდნენ და კონსტიტუციაშიც დაამტკიცეს. ამიტომ სოციალ-დემოკრატია კი არ მოვა საქართველოში, სოციალ-დემოკრატია დაბრუნდება. ამინ. მოდი ზოგადად რო ავხსნათ სოციალ-დემოკრატია რას გულისხმობს საკუთარ თავში, რომ მაყურებელმაც გაიგოს, იმიტომ რომ სოციალიზმი რომ მესმის. ბევრს გონი ხარ კომუნისტი და რო გაჩალო რა უფრო. კი ბატონო, ეხლა. ხო, მე გული დამწყდა რა კომუნისტი არ ხარ, იმიტომ რომ მაგაზე ბევრი არგუმენტი მაქვს. შეიძლება. მაგაზე ხო. ბევრი გადაობა ჩამივარდა, ასე რომ მოდი ავხსნათ. აქიდანაც გამოიყვან რაღაცას. მოკლედ, სოციალ-დემოკრატია არის პოლიტეკონომიური იდეოლოგია, რომელიც საკუთარ თავში კულტურული პროექტიც არის, რა თქმა უნდა, როგორც ყველა პოლიტიკური იდეოლოგია, ეკონომიკაში პირველ რიგში ნიშნავს შერეულ ეკონომიკას, ანუ სახელმწიფო ციტატას ვიტყვი რა თუ შეიძლება რა ძალიან მიყვარს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორია ერთი აი ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უბრალოდ საქართველოს ამაზე შეთანხმდა ბევრად უფრო ადრე 1918 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამყარო შეთანხმდა რომ თუ გვინდა რომ კაპიტალიზმი იყოს თავსებადი ადამიანის სიცოცხლესთან და ემსახურებოდეს საზოგადოების განვითარებას ის აუცილებლად უნდა რეგულირდებოდეს მისი ანუ სახელმწიფოს მოქალაქეების საერთო კოლექტიური ინტერესებიდან გამომდინარე. ეს არის მთელი ევროკავშირიც, ეს არის ყველა განვითარებული ქვეყანა, ასე განვითარდა და ასე შემდეგ. შესაბამისად თუ არ მოგწონს წადი, სახელმწიფო ბანკი არ გვინდა, TBC გვირჩევნია და ასე შემდეგ, ეგ არის ტყიურული კაპიტალიზმი, რომელზეც ძალიან ბევრისთვის, როგორ თქვა ესე, სალოცავად ქცეულმა დასავლეთმა უარი თქვა მე-20 საუკუნეშივე. კი ბატონო, არ მინდა ახლა ის გამოგვივიდეს რომ ვითომ დებატებია მართლა გარკვევას ვცდილობ რა 1918 წელი ახსენეთ საქართველოზე ხო ნოე ჟორდანიას პერიოდი კი ბატონო მაშინ მარტივი კითხვა რომ დავსვათ როგორ განვითარდით მას შემდეგ ანუ ვიძახით რომ მაგ დროს მივიღეთო თანხმა ვიყავით მაგრამ მე წავედით ჩვენს მაგ დროს უბრალოდ არა მაგ დროს საბჭოთა ოკუპაცია მოხდა და არა ხო მაგრამ მაგალითად ნუ ამერიკა ზოგადად სოფლიო ეხლა წამყვანი ქვეყნები ვინც არიან ყველგან კაპიტალიზმია ყველგან არის შერეული ეკონომიკა, განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატია ევროკავშირში. ყველაზე ლიბერალურ ევროკავშირის წევრ ქვეყანაშიც კი საქართველოსთან შედარებით კომუნიზმია. არა თუ სოციალ-დემოკრატია. ერთი სოციალ-დემოკრატია ვიცი, რომელსაც ჩამოეშალა ეხა პარტია და რა სიტყვი მაგარი. ამიტომაც ვთქვი, რომ სოციალ-დემოკრატია. მოკითხვა. კი. შოლცის დედავატირე პირდაპირ ვიძახი. ამიტომაც ვიძახი, რომ ნახე სოციალ-დემოკრატია არის დიდი პოლიტეკონომიური ჩარჩო. ანუ ჩინეთსაც შეგიძლია სოციალ-დემოკრატიული დაუძინოს
გამოუძახო ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, გერმანიასაც და საფრანგეთსაც. უბრალოდ მე მიდის ლაპარაკი იმას საქართველოსაც, დღევანდელ საქართველოსაც მათ შორის რა დოზით გინდა სახელმწიფო არეგულირებდეს, რა დოზით გინდა სახელმწიფო მონაწილეობდეს ეკონომიკაში, აი ეს ბალანსი უბრალოდ. აი უყურე რა ხდება, ანუ გერმანელი სოციალ-დემოკრატების გზა და ცხოვრება არის საერთოდ სხვა. ქართული სოციალ-დემოკრატიას თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს წარმოვადგენ მე. რადგან წარმოვადგენ მე, შესაბამისად აქვს ზუსტად ისეთი განსაზღვრება, როგორც ყველა ვიდეოებში, იმიტომ რომ ამას უჭერს ჩემი მაყურებლები მხარს. ბუნებრივ რესურსებშიც, საბანკო პოლიტიკაშიც, სახელმწიფო პოლიტიკაშიც, გეოპოლიტიკაშიც, კულტურულ პროექტშიც და ასე შემდეგ. შესაბამისად, როგორც თქვა, ფილიპინელი ლიბერალი და ქართველი ლიბერალი ერთი ხო არ არის? არა, რა თქმა უნდა. და იქ თავისებურებებია. ხო, ზუსტად ასე არის, ოლაფ შოლციც და მეც. გძულს ერთმანეთი. რადიკალურად განსხვავდებით ერთმანეთს. ეგ ასაგებია და უყურე რო გავეცანი. აი ბოდიში ერთ რაღაცას ვიტყვი. მე რო ოლაფ შოლცი ყოფილიყავი, მე ჯერ არ გელაპარაკია. უკაცრავად ორეჯერ თქვა ჯაგდე. მე რო ჩეგავანს. მოდი საერთოდ გავაწყობდი და სპონსორი ვახსენო. სპონსორები ვახსენო. მე რო ოლაფ ჩვენი სპონსორია ღვინა უწყინარი, უღრმესი მადლობა მათ. ჩვენი მეგობარი კომპანია, რომელიც მდებარეობს სოფელ დიღომში მუხან მაჭავარიანის 12-აში, ასე ვთქვათ. ოლაფ შოლცის ბინაკი მდებარეობს შარლოტენბურგში. აქედან ყველანი გადავდივართ შარლოტენბურგში. დავლევთ და გადავდივართ მე. უღრმესი მადლობა კომპანია უწყინარს, არჩევლებრივი ღვინოებია. გამყიდველი გერმანიის მოღალატე ნაძირალა მაგან დაამხო გერმანიის. ეხა ვაპირებ დავთრე და დედისტრაკი ვაგირო ოლაფ შულც. თუ დარჩა რა, მე მეგონა პირველ ხუთწუთში მოვასრულეთ ოლაფა. აი უყურე, მე როგორც გავეცანი, ხო? ეხა სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგია, რა თქმა უნდა, მომზადებული მოვედი. ესენი დაგუგლული მოხვედი. დაგუგლული მოვედი. ხო, ესენი უყურე ეს ბოდიში რო არ გუგლავენ სხვათა შორის, ეგ არის პრობლემა. რა თქმა უნდა. ნახე, მე რო გამოვშდი თავიდან ნომერ პირველი რაც იყო რა თქმა უნდა, აი საქართველოს ისტორია, კოლონიზაცია ეგავხსენი. მე პირველი რაც დავიწყე არის ხელფასები, რეგულაცია, პროფკავშირები რაღაც. ინტერნეტის ეპოქაში 20 წლის ბავშვებმა ჩემგან გაიგეს, რომ თან პროევროკავშირმა ბავშვებმა, რომ ყველგან თელ ევროპაში არის რეგულირებული ხელფასით, პროფკავშირით ეს. ჯანდაცვა. პირდაპირ ვთქვათ, დაგუგლვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ყოველთვის დაგუგლეთ კიდევაც, ბევრი წყაროდანაც წაიკითხეთ და ასე შემდეგაც. ანუ ეხა იმან მითხრა, რა გქონდა, ზურა ჯაფარიძე მითხრა, რომ საფრანგეთი არის ველური კაპიტალიზმი და უცბად გაიგებ, რომ საფრანგეთის პარლამენტში კომუნისტური პარტია მართლ კოალიციაში, ეგეც სისულელეში რო არ აღმოჩნდა. აი უყურე, აი ბაზარზე მინდა კითხო რა, აი სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია თავისუფლებას აძლევს ბაზარს, მაგრამ რაღაც იმის შემდეგ, ხო, არეგულირებს, ხო, მე მაინც შემოდის და რეგულაციებს უწესებს. აი კითხვა რა არის და რო დაგასრულებინო რა. ხო და ეგ მაინტერესებს, აი რა რითი განსხვავდება მაგალითად ეს ტოტალიტარიზმისგან რა, რომ ის ხო სრულიად იმაშვება, რა ქვია, ბოჭავს ამ ყველაფერს და აი ამ დროს როგორ ხდება? გააჩნია ტოტალიტარიზმს რას დაუძახებთ? ეხლა მოდი სერიოზულად ვინდა სერიოზული, ეხლა სერიოზული კითხვაა და ეხლა მაგაზე ჰაჰაჰათი ვერ არა, მაინტერესებს მე. ხო, ნახე, მოკლედ, ესე იგი, ყოველთვის კაცობრიობის ისტორიაში, ყოველთვის იქ სადაც იყო ფული, ეკონომიკა, ვაჭრობა, საზოგადოება არეგულირებდა ამ პროცესებს მისი სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი, მორალური, სოციალური თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე. ერთადერთი ამოვარდნა ისტორიაში, როცა ესე არ იყო და იყო იმენა თავისუფალი ბაზარი, რასაც ქვია, რომ ავოიე თუ რაღაცა, ეგ პონტი იყო მე-19 საუკუნის შუიდან მე-20-ის დასაწყისამდე. მაგან გამოიწვია სამყაროში ისეთი კატასტროფა, რომ მარქსი დაიბადა მაგ დროს თავის თვალით ნახა, რომ ვიღაცები ქარხნის მუშები იბადებიან გეტოებში, სადაც ომეგა-3 გამოიგონეს სპეციალურად მათთვის, რომ მზე არ შედიოდა. აი ეგეთი კატასტროფა ხდებოდა განსაკუთრებით დასავლეთში და მთელ მსოფლიოში. ამან შვა სამყაროში კომუნიზმი და ფაშიზმი, როგორც წინააღმდეგობა.
როგორც წინააღმდეგობა, მიხვდი? აი, რაც დასაწყისში თქვი, გაკვეთილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვისწავლეთ, რომ არასდროს სამყარომ აღარ უნდა დაუშვას ეს რადიკალური თავისუფალი ბაზარი და თუ გვინდა რომ თავისუფალი ბაზარი ემსახურებოდეს საზოგადოებას, ქვეყნებს, ადამიანებს და ასე შემდეგ, ის ყოველთვის ასე იყო და ახლაც უნდა რეგულირდებოდეს საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ტოტალიტარიზმი არის რა იცი მაგალითად იანის ვარუფაკისი არის საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ძალიან მაგარი ეკონომისტი და ძალიან მაგარი წიგნი აქვს ახალი. მოკლედ ჩვენ ისევ აქ ვართ და ვაგრძელებთ პოდკასტის ჩაწერას. ასე რომ მეგობრებო, თუ გნებავთ პოდკასტის, ვლოგის, ვიდეო გაკვეთილების გადაღება, მობრძანეთ პოდკასტ კორნერში, ჩვენ მეგობარ სტუდიაში და ჩაწერეთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი კონტენტი. და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას. წავიდეთ. ტექნოფეოდალიზმი, აი ელონ მასკებზე და ვიღაცებზე არის რა. და რაზე არის იცი? აი ნახე ახალი ფორმა ტოტალიტარიზმის რა. და წიგნს ქვია, ნაშრომს ქვია ტექნოფეოდალიზმი ქვია რა, რომ და ესე ქვია, რომ კაპიტალიზმის ჩვენთვის ნაცნობი ფორმა მოკვდა და გადავედით რაღაც ახალში. შენ რო იყავი გლეხი. და მიშა ექიმი იყო თავადი, ხო? შენი თავარი საარსებო რაღაცა რაც გჭირდებოდა ადამიანს რა, იყო მიწა, წყალი, ხო? რომ დაამუშავო, წყალი დალიო, აქიდან რაღაც სარგებელი მიიღო, ხო? ანუ რაც შენ გჭირდება, რომ პროსტა არ მოკვდე, ხო, უბრალოდ, ხო? მიშა ექიმი იყო ფეოდალი, რომელსაც რაღაცა გარემოებების გამო გეუნებოდა, რომ პაპის, ეს მიწა არის ჩემი, შენ უნდა გადაიხადო აქ რომ იმუშაო, პური მოიყვანო, ის მოიყვანო, ცოლსაჭამო, იმასთან რაღაცა ელემენტარული გააკეთო რა. დღეს ეგ ელემენტარული თან ჩვენ ხო ყველა ისა ინტერნეტიდან მოსული ტიპები ვართ რა. არის ინტერნეტი მაგალითად რა, ციფრული სამყარო. რომელიც არის როგორ რაღაცა იცი? დღეს რა როგორც აი წყალი გჭირდება, ისე ინტერნეტი გჭირდება, ხო? ნუ ყოველდღიურობაში არის. ამაში გახდევინებენ ვიღაცეები შენ დღეს ისეთ ქირას, როგორც გახდევინებდნენ ფეოდალები წყლის დასალევად. მიხვდი, ანუ წყლის დალევას რო არ შეიძლება კითხვა დაესვას, რომ ანუ შეგიძლია თუ არა? თუ შეგიძლია თუ არა, აი რაღაც ეგეთ ეპოქაში ვართ, ეხა ციფრული სამყაროთი, მიხვდი? და ეს პირდაპირ უკვე ჰაერში შემოხაზეს როგორც მამულები რა. და შენ ამ მამულში ეს იქნება Facebook-ი, ესა თუ რა, ყველაფერში იხდი ფულს, მიხვდი? აუ, ეხა ორი კითხვა დამებადა და არ მინდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისაუბრეთ. ჯერ პირველი იყო ის, რომ აი მაგალითად ნორვეგიაზე ვისაუბრეთ. რომ აი მერე შემოდისო მთავრობა და რაღაცებს არეგულირებს, ხო? ანუ ეგ კითხვა არ მქონდა დასრულებული, ან ზუსტად მაგის დასრულება მინდოდა. როგორ უზრუნველყოფს იმას, რომ შემდეგ გონებების გადინება არ გახდეს. აი მაგალითად მე ვარ, რა ვიცი, ამბიციური ადამიანი ხო, მინდა რომ ბიზნესი მქონდეს, თუნდაც ჯეფ ბეზოსი ვარ, მინდა რომ რაღაც 100,000 თანამშრომელი მყავდეს, მაგრამ მთავრობა მეუბნება რომ თუ შენ ამას და ამას გადააბიჯებ, აი ამ შემოსავლის ზღვარს, შემდეგ დაგარეგულირებთ. რა უშლის ხელს ჯეფ ბეზოს, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, გადაიხადოს 1% იმის მაგივრად, რომ ვიღაცამ დაუწესოს რაღაც ზღვარი. და ეს რა თქმა უნდა ამერიკისთვის დანაკარგი იქნება, ხო, რომ ჯეფ ბეზოსი ესეთი შევპატარა კითხვით შემოგიბრუნე. შვედეთში მაგალითად მოგების გადასახადი ადის 80%-ზე მეტზე ადის ხშირად. რა შენი აზრით რატო არ ტოვებენ შვედეთს 7 მილიარდერი? არ ვიცი, ჩემი აზრით ტოვებენ, იმიტომ რომ მარტო IKEA აქვს შვედებს და რა აქვს კიდე. ძალიან ბევრი კომპანია აქვს, უზარმაზარი ინდუსტრიები აქვს. კი ბატონო, უბრალოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობაა მილიარდერების. კი ბატონო, მაგრამ მე მაინც 100% ჯერ რომ ეხა მილიარდერები და კომპანიები რო ჩამოვთვალოთ, ამერიკა მოუგებს ჩემი აი ეს ეპირიცოდი. პროპორციული გადანაწილებით? მოსახლეობის მხრივ? ხო. რამდენი მოსახლეა შვედეთში? არა, გეტყვი მოუგებს და გეტყვი რატომ მოუგებს? იმიტომ მოუგებს, რომ დოვლათის გადანაწილება არ ხდება. ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის ჯეფ ბეზო და ამაზონი. ამაზონზე ცალკე მივალ. მოკლედ დავიწყოთ აქედან. შევადაროთ ევროპა და ამერიკა. ჯეფ დაგენძრა. მალე მოგადგებით. გავყოთ ამერიკის შეერთებული შტატები და ილონ მასკის მაგალითს გეტყვი ზუსტად შვედეთზე ეხლა. ამერიკა ისედაც გასაყოფია, იმიტომ რომ მან შტატების ტაქსებიც არის, შტატების საშემოსავლო და პროგრესი ზუსტად იგივენაირი პროგრესული გადასახადებია ნახევარ ამერიკაში, ჩვეულებრივ. და ზუსტად მაგიტო გადადიან შტატიდან შტატში და მაგას ვიძახი რომ ანუ თუ მთელი ქვეყანა ერთნაირად იმუშავებს, მე 100% დარწმუნებული რომ ამერიკიდან წამოვლენ. მოდი ერთ რაღაცას ვიტყვი. აი ხა კონცეფციის დონეზე ავხსნათ პირველი მარტივად. შენ ციდან არაფერი არ გეცემა რა. შენ მიშა ექიმი ხვალ რომ მოიგონებ მაგალითად არ ვიცი ოღონდ მართლა ფსიქოლოგი ხარ თუ არა, მაგრამ ნუ თქვათ როგორც თქვათ ხარ ფსიქოლოგი რა. და შენ რო ხვალ გადაწყვიტავ რომ საქართველოში გახსნა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, მიხვდი?
ეს შენ ციდან არ მოგივიდა, მიხდი? შენ ეყრდნობი ქართველი ხალხის მიერ ინვესტირებულ აკადემიურ გამოცდილებას, უზნაძეს, ამას, რაშიც ქართველმა ხალხმა გადაიხადა, ფული ააშენა, ის გააკეთა, ეს გააკეთა. ანუ შენ ამ საზოგადოებასთან ვალდებული ხარ, მიხდი? ეგ არ არის, რომ შენ კოსმოსში რაღაც მოწყვეტილი ცარიელი ნაწილაკი ხარ, რომელსაც თავში დაეცა რაღაცა იდეა, მიხდი და მოწყვეტილ მიწაზე გააკეთა რაღაცა. არ გეთანხმებით მაგაში. ერთი წუთი დავასრულებ თუ შეიძლება რაღაც. ეს ერთი. მე ეხა შევადაროთ ამერიკის შეერთებული შტატები და შვედეთი, ხო? ამერიკის არა, ესე ვერ დავასრულებ, იმიტომ რომ შენ ბევრი თეზა წამოაყენე და იმას გავცემ, ეხა მეც ეგრე მოკლედ პასუხებს და მე შევყვეთ რომელსაც გინდა. ეხა ნახე. ეგ ხო არის, შვედეთი ამერიკის მაგალითი ავიღეთ, ხო? მილიარდერები ასე შემდეგ, ხო? შევთანხმდით იმაზე, რომ შვედეთი არის ძალიან განვითარებული ქვეყანა, სადაც მილიარდერები ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები მაგალითად პროპორციულად იქნება ბევრად მეტი მილიარდელი ვიდრე შვედეთში, მაგრამ ეხლა გადავხედოთ მეორენაირად. ამერიკის შეერთებული შტატები არის დაახლოებით 340 მილიონი მოსახლეობა, ხო? დაახლოებით 60 მილიონზე მეტი ადამიანი ერთხელ არ ყოფილა ექიმთან უფულობის გამო, იმიტომ რომ ამის ფული არ ქონია ერთხელაც კი და იცით ახლა ხო ის ლუიჯი მიონონი და მთელი რაზეც არის, ხო? ასე შემდეგ. ამერიკის ბანკის მონაცემებით ამერიკელების ეგ მოყვეთ ეგ გამარჯვება. იგი ამერიკელების 46 მილიონზე მეტს, ანუ მოსახლეობის ძალიან დიდ პროცენტს $300 არ აქვს ბანკში გადაუდებელი შემთხვევაში და ცხოვრობს კაპიკებზე ხელფასიდან ხელფასში. ეხლა გიბრუნდებით როგორი ქვეყანა ლუიჯი მანჯიონმა მოკლედ მოკლა ერთ-ერთი მილიარდერი, რომელიც იყო სადაზღვევო კომპანიის ბოდიში რა მაგეთ სალკე. ეგ მოკლა და ხალხი ადიდებს რა. ჩვენი გადაცემის სპონსორია დღევანდელი გადაცემის ვეიპები. უნდა ვახსენოთ. კომპანია ბრუსკო. უღრმესი მადლობა ჩვენ მეგობარ კომპანიას, რომელიც შეგიძლიათ ვეიპების ვოლტზეც, გლოვოშიც, ინსტაგრამზეც არიან, შეგიძლიათ გადახედოთ და უღრმესი მადლობა მათ. აქვს სხვადასხვა მცირე ბიზნეს როგორია, მცირე და საშუალო ბიზნეს როგორიათ, რომ თქვენი მტერი ვარ, ამ დროს პირიქით არის ეგ ყველაფერი. იმიტომ რომ მე ვარ სოციალ-დემოკრატი, რომელიც ვითხოვრო თქვენი საგადასახადო განაკვეთი იყოს 5-6% და მამუკა ხაზარაძის 60. ამიტომ ეხა იმაზე ბულშიტები რომ მე რო 10 მილიარდი მექნება, მოდი ჯერ გქონდეს და მე ვილაპარაკო. არ დავიკარგოთ იმ თემიდან, იმიტომ რომ ბევრი არგუმენტი მქონდა. ხო, გავაგზავნებ თუ შეიძლება. ხო, ნახე, შესაბამისად, ანუ, ნახე, აი ეს არის სოციალ-დემოკრატია რა, რომ დოვლათის გადანაწილების პრინციპები, მიხდი? შესაბამისად, მე გიბრუნებ შენ ახლა კითხვა, შენ როგორ საქართველოში გირჩევნია ცხოვრება, სადაც 150 მილიარდერია და ყველას გარანტირებული ერთ-ერთი basic სოციალური ისინი აქვს, თუ 50 მილიარდერია, მაგრამ ის ხდება რაც ეხლა ხდება. არა, ეს არის უკვე მორალურ თემებზე თამაში. არა, პრაქტიკულია, ეკონომიკა პრაქტიკული. მორალურ იმაზე თამაშობთ, იმიტომ რომ მე თუ ვიტყვი რომ ეხლა მინდა რომ რაც შეიძლება მეტი მილიარდერი იყოს თქო, მე ხალხი თქვენი მხარეს დაიჭერს, იმიტომ რომ იძახით რომ მოიცა მიშა ანუ გინდა მეტი ქონება მოიხვეჭო, მე ამას არ ვიძახით. მე რა თქმა უნდა მინდა რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი იქნება და პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთო. ეს ნაწილი რაღაცა ისტორიები გევის წინო. აქედან მიდის რაღაცა ისტორიები და აქ ბოლოზე რო ჩადიხარ, უკვე იწყება მთელი პოლიტიკური და ისეთი დებატები. ეს არის მაგ შემთხვევაში პირიქით არის, რაც უფრო ქვევით ჩავდივარ, მით უფრო პოლიტიკურდები. ეს უბრალოდ არ ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე. არჩიბალდი რასაკეთებს ახლა იცი, უბრალოდ ხალხს აჩვენებს რომ აი იცი რა მიშა უფრო ამორალურ მხარეს არის რა იმიტომ რომ მე თუ ვიტყვი რომ ეხა მინდა არ ვაკეთებ მაგრამ არ ვაკეთებ შეიძლება ქვეცნობიერად აკეთებთ მაგრამ ხალხი ეგრე აღება ეგ უნდა აუხსნარო ესე უბრალოდ არ დაგთანხმდეთ ხალხი მე რას ვიძახე იცი რომ ადამიანი თუ შრომობს იმდენს და ისეთ რაღაცას აკეთებს ჯერ 1 მილიარდერი ვერ გახდები უბრალოდ შრომით იმითი ვერ გახდები რომ შენ მაგრად აგებ კაფელს და რაღაცა ჯეფ ბეზოს რამდენი აქვს იცი ამერიკის ბიუჯეტიდან მიღებული ხალხის ფონდიდან რისთვის რომლებიც ქართველები რო ჩადიან რას აკეთებენ ძალიან დიდი ბოდიში ამაზონში ამერიკაში 10000-ობით ამაზონის თანამშრომელი გაფიცულია იმიტომ რომ მათი ხელფასი არის მინიმუმ ვეიჯზე ქვევით კაი და 100,000-ობით მუშაობს და კმაყოფილია და ოჯახებს არა სხვა გზა არ აქვს თუ არ მოგწონს წადი
ხო და რო არ მოსწონთ რასაც ემბრძვის ეგრევე არგუმენტი მოიყვანა. ხო და თუ არ მოსწონთ საქართველოში მაგიტომ მიდიან ქართველი ხალხი მაგიტომ მიდის ინდოელები მაგიტომ მიდიან ამაზონში თამაშ იმიტომ რომ საქართველოში იგივე ამერიკული ვოლტი უხდის უფრო ნაკლებს მე მოგიყვანთ მოიც მაგალითად მე მუშაობდი მე მანდ მიდიან ხო და რა არის ცუდი იმაში ეს არის არასწორი სისტემა რა არის ცუდი იმაში რომ შენ მიშა ექიმს მაგალითად ნახე შენ მიშა ექიმს აი ნახე რა არის ცუდი იმაში რომ შენ მიშა ექიმს რომელიც კვირაში იმუშავებს სამუშაო დღეები 8 საათი დღეში რომ მას კონდეს კანონით გარანტირებული საცხოვრებელი კაი იქნებ 16 საათი მინდა მუშაობა იქნებ 16 საათი მინდა მუშაობა ჭამაზე უარს ვამბობ ძილზე უარს ვამბობ 20 საათი მინდა მუშაობა რატო უნდა ვიყო მე თანაბრად სხვებთან რომლებიც 8 საათი მუშაობენ და სახში მიდიან იძინებენ ძალიან მაგალითს მოგიყვან მაგას თან საფრანგეთიდან ვარ ახალი ჩამოსული ოღონდ საფრანგეთს ახლა ბევრი პრობლემა აქვს ერთი ადამიანი ერთ მაგალითს გეტყვი არა გეტყვი ისტორიიდან ახლა პროსტა ესე ხო არ ვიბაზრებ ნაცადე კაცო ნაცადე ერთი ადამიანის მაგალითზე როგორ უნდა იბაზრო არა სასამართლო გადაწყვეტილებით სასამართლო პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილებით გეტყვი სეფორა არის კაროჩე იმისი რა ქვია საფრანგეთის ისიპარი რა და მონმარტზე აქვს 24 საათიანი მაღაზია კონდათ უბრალოდ რომელიც ანუ აი მენა მთელი ღამე ტურისტები და აი ღამე კრემი ვიყიდე და გუჩი ამოვიზილე და რაღაცა ეგ სიტუაცია რა თანამშრომლებსაც ძალიან მაგრა უხდიდნენ ხელფას რა ძალიან მაგრა უხდიდნენ ხელფას იცი რა მოხდა საფრანგეთში? თანამშრომლები წინააღმდეგი იყვნენ, ანუ კარგად გზნობთო რა, თავს არ არისო რა პრობლემაა რა. საფრანგეთის სასამართლომ დაკეტა სეფორას 24 საათიანი ფილიალი, გადაწყვეტილებას ერქვა ბრწყინვალე სახელი ჩემი აზრით, სუნამო არ არის ის აუცილებლობა, რის გამოც ადამიანმა ღამე უნდა გაათენოს. ღამე უნდა გაათენოს პოლიციამ, სახანძრომ, ტრანსპორტმა, ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამის გარეშე ცხოვრება არ გამოვა. მაგრამ საფრანგეთი ვერ დაუშვებს პრეცედენტს, რომ ადამიანს ფსიქიკა და ჯანმრთელობა უზიანდებოდეს იმის გამო, რომ ვიღაცას 4 საათზე კრემის ამოსმა უნდა თვალში. თავისუფლების ნების შეზღუდვა არ არის, იმიტომ რომ თავისუფლება, აბსოლუტური თავისუფლება არსებობს ჯუნგლში, ტყეში. ცივილიზაცია ადამიანი ყიდან კომუნისტი თუ ხართ მითხარით ეგრევე იმიტომ რომ მე მინდა რომ ღამის 4 საათზე ვიმუშაო ირაკლის უნდა რომ ღამის 4 საათში შევკვეთოს კრემი ერთმანეთის ინტერესებს ემთხოვა მე ფეხებზე მკიდია ჩემი ფსიქიკაც ჩემი ნერვებიც ჩემი რავი ძარღვების გაგანიერებაც და ყველაფერიც რატომ მიზღუდავთ თქვენ და რატომ მეუბნებით რომ ღამის 4 საათზე არ ვიმუშაო რატო არეგულირებდი სანდილი ბოდიში უხეშ შემთხვევას მოვიტან 10 წლის ბავშვი რო დაგთანხმდეს რომანტიკულ ურთიერთობაზე შენი უფლება იქნება თქვენი ორის უფლება იქნება არა ესე იგი არ ცხოვრობ თავისუფალ სამყაროში და შეზღუდულია 10 წლის ბავშვს არ უნდა დათანხმდე მაგაზე იმიტომ რომ შენ ხარ ზრდასრული ადამიანი მაგითო ხარ სრულფასოვანი მოკალათე ამიტომ გამოხვედი ჯუნგლიდან და ტყიდან რომ ველური კანონებით არ ცხოვრობდე ცივილიზაციაში რახან შემოხვედი ცივილიზაციაში შესაბამისად კოლექტიურად ვაგეგმარებთ ჩვენ ცხოვრებას ისე რომ იყოს ყველასთვის ყველას ინტერესის გამტარი. 10 წლის ბავშვი რა შუაშია, მაგალითად მე ვარ 50 წლის. რადიკალური მაგალითი მოგიყვანე შენ როგორც დაგევასებოდა ისე. მაშინ მე რადიკალურ მაგალითს მოგიყვან. მე ვარ 70 წლის. მინდა რომ ვიმუშაო ღამის 4 საათზე. ირაკლი არის 90 წლის. აი ბოლო სურვილი აქვს რომ ღამის 4 საათზე სეფორას მაღაზიიდან იყიდოს კრემი. კი ბატონო. მე ვარ მოსამართლე ვთქვა, ხო? მოსამართლე ამ თავრობა ჯერ პირველ რიგში ხო? არეგულირებ რეალურად. ხო, აი სასამართლომ გადაწყვეტა ხოლმე ჯერ სარჩელი შეიტანა ეგაზეა რომ არჩიბალდ აი უხეშად რო კითხო თქვენი რა საქმეა მე 70 წლის კაცი როდის ვიმუშაობ და ირაკლი 90 წლის კაცი როდის იყიდის გეტყვი მე სასამართლოს ჩემთან მოსამართლესთან რო შემოვიდეს მაგრამ მე არა ვარ ხა იურისტი და ხა ის არის მაგრამ მოსამართლესთან რო შემოვიდეს საქმე მაგალითად ვიყო საფრანგეთის მოსამართლე რომელიც ხელმძღვანელობს საფრანგეთის კანონებით დავადგენდი და ვიტყოდი რომ 70 წლის კაცის დასაქმება, ანუ პენსიის ასაკის, რომლის დასაქმებაც არ შეიძლება. ეხა უყურე რა საკეთებს. ეხა გადადის უკვე 70 წელზე აკეთებს აპელირებას. თუ გინდა იყოს 50. დავაკლოთ, всё. მაგას ვეღარ ქნათ აპელირებას. 50-ის ვარ, 50-ის არის ისიც. კი ბატონო, მე დავადგენდი ესეთ რაღაცას. გაიჭედა. მე გაიჭედა. მე დავადგენდი თუ გინდა 40 წლის იყოს თუ გინდა 20 წლის იყოს დავადგენდი ეგეთ რაღაცას რომ
ამით იქმნება, რაც დაადგინა საფრანგეთის სასამართლომ მაშინ, საშიში პრეცედენტი, რომ საფრანგეთის შრომის კოდექსში აღმოჩნდეს ახალი ცვლილება, რომელიც დამსაქმებლებს მიცემს შესაძლებლობას, რომ ღამის 4 საათზე აიყვანოს სამსახურში, რა ვიცი მე, ფეხის კრემის მაღაზიისთვის, მიხვდი? შესაბამისად, შეიძლება იყოს ახალგაზრდა, ძველგაზრდა ან ვიღაცა, რომელსაც, ოღონდ მე ამ ძველგაზრდას და ახალგაზრდასაც ვიცავ პარალელურად კარგი პენსიით, უმუშევრობის დაზღვევით იმით, ამით, რომ მას იმის პრობლემა არ კონდეს, რომ ვაიმე რა ვქნა სხვა სამსახური არ არის. ერთ კონკრეტულ ადამიანს შეიძლება შეეზღუდა მისი თავისუფლება და დამსაქმებელს თავისუფლება, მაგრამ დაცული იქნა პრეცედენტი ზოგადად ქვეყანაში იმ ქვეყნისვე კანონებით, რომ არ შეიძლება მაგალითად თვალის კრემის გამო ვიღაცები ათენებდნენ ღამეს. წავალ მაშინ მე ქვეყნიდან და დაკარგავს ქვეყანა ისეთ მუშახელს, რომელიც მზადა 20 საათი იმუშაოს თავდაუზოგავად. იმიტომ რომ რამდენი ადამიანი გადადის ამერიკიდან საცხოვრებლად საფრანგეთში ამ პირიქით. ბევრად დიდია ამერიკიდან საფრანგეთის მიმართულებით, იმიტომ რომ ვაიმე, oh my god, Europe, social life და America wild. მემარცხენეები, ხო, იმიტომ რომ რომლებმაც მემარცხენეები, ანუ ჯეფ ბეზოები ამერიკაში რჩებიან, ბაზარი არ არის. მაგრამ იგივე ამერიკაში მე ხალხი შიმშილით კვდება რა, მილიონები. საფრანგეთში შიმშილით არავინ კვდება. Hi there. ხო, საფრანგეთში მიგრანტები კლავენ და რა, უკეთესია, რომ თუ ვიღაცამ თავი მოგაჭრას. ეგ არის მაგ ლიბერალიზმის შედეგი, რომ თუ ლიბერალიზმი რაში? ლიბერალიზმი ეგ არის, ასე შელაპარაკობ თავისუფალი ბაზარი, ჩემი თავისუფლება, ისა ეგ არის ლიბერალიზმი ზუსტად. მე საზოგადოებრივ ლიბერალიზმს ვსაუბრობ, რაც საფრანგეთში ხდება, ეხლა რომ პარიზის სტანიკუია იმას უკვე და უბნები არსებობს, სადაც ფრანგები თვითონ ვერ დადიან. ბიზნესიდან იმამდე როგორ გადავიდეთ? ამერიკაში არ გინახავს ეგეთი უბნები. ამერიკაში როგორ არ მინახავს, მაგრამ მაგიტომ არის ამერიკაში ესეთი შტატები, სადაც საკუთარ შტატებს, ცალკეულ შტატებს ხო აქვს თავისი კანონები. კი. ხო და ვინც არის მშრომელი, მაგალითად, ვინც არის აი მოდი პირდაპირ გამტრაკებელი, ვინც არის ბიზნესმენი. შტატები ამერიკის პროგრესიული ტაქსი არის 65%-მდე. შედეცე ნაკლები კი არ არის. ვიცი და მანდედან გამორბიან მერე და განმოდიან ისეთ შტატებში. რატო მაგალითად დისნის, Walt Disney-ის შვილიშვილი იძახის, რომ აი ამ Disney რა, კაი, Disney-ზე უკეთეს იმას გეტყვი, Elon Musk-ი რა, Disney-ზე უკეთეს საერთოდ Elon Musk-ი მეზიზღება საკატასტროფა. გეზღება თუ არა რა მნიშვნელობა? არ შეიძლება დავამტკიცო რატომ მეზიზღება Prime House-ში კი არა ვარო, თვალები არ მომწონს Elon Musk-ს. Disney-ის იყიდის და ვისი სიტყვა უფრო დაიჯერება Elon Musk-ის, რომელიც ტეხასში გადავიდა იმიდან კალიფორნიიდან თუ Disney-ის, რომელსაც Elon Musk-ი 20 წელს იყიდის. ვისი სიტყვა უფრო დაიჯერება Elon Musk-ის, რომელიც იძახის, რომ სახელმწიფო ცუდიაო და სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკაში ცუდიაო და თავად მილიარდები აქვს სახელმწიფოსგან აღებული ჯიბეში ჩაკუჭული გადასახადების შემცირების სახით, ამით, ყველაფრით. მაგას არ ეთანხმები. თუ ადამიანის Walt Disney-ის შვილიშვილის, რომელიც იძახის Walt Disney ნაცისტი იყო ვაფშე. ერთი მოიცეთ, თუ სერიოზულად ბაზრობთ, სერიოზულად ბაზრობთ. დაგუგლე. არა, ეს გასაგები ყავს, ეგეთ ბევრი იყო ზამთარი. ერთი სხვა რაღაცას რა Walt Disney ნაცისტი იყო, რამდენ ხანი მისი შვილი რო ლაპარაკობს, რომ მე მინდა რომ პროგრესივ ტაქსი გადავიხადო, ამიტომ რა კავშირში ეხეს ორი ერთმანეთს. არა, ისე თქვით, რომ მოიცა, დაიცადეო და როცა თქვით დაგულეთ ხო, Walt Disney ნაცისტი იყო. ამბობთ ხო, კაცო, Walt Disney შვილიშვილი ამბობს, რომ მე ვარ happy გადავიხადო პროგრესული გადასახადი, იმიტომ რომ ჩემი ბაბუ ამ ყველაფერს ვერ შექმნიდა უზარმაზარი სახელმწიფო დაფინანსებების გარეშე. კი ბატონო, კარგი. და მე მინდა რომ ვიყო ამ საზოგადოების თანამონაწილე. კი ბატონო, მაშინ მოდი. თქვენ ხართ Elon Musk-ის კატეგორიული წინააღმდეგ იმ პონჩი რომ მთავრობა დაეხმარა ხო და გადაურჩინა არა ვარ მაგიტომ არ მიყვარს ხოლმე ბიძაკაცებთან დალევა Tesla გადაურჩინა შენი ბიძაკაცი შულის ნუკრიასავე მაგიტომ არ მიყვარს ხოლმე ისა ამერიკის მთავრობა არის აი ამერიკის ძმაო ეხლა ინდოეთმა ჩინეთს რო აი 1872 წელი იყო რა და მაიცა ბიზნესმენთან გადავრეკო მე ვიცი ეგ არა მე ვიცი ეგ მაგაზე მე მოიცა ერთი წუთი ეგ ყველაფერი გასაგები ლაპარაკი ელცინმა რო არაყი ჩამოუცხა ბილ კლინტონს აი მანდ დალაგდა რა ბიჭო აი სადაც მოხდები ხოლმე და დალევა იწყება ყველგან ისე მთავრდება ხოლმე ბოლოს არ და ჩვენ ესე დავიწყეთ ჯერ 20 წუთი ხო არა დაწყებული არის მაგრამ როგორ მთავრდება ხოლმე რაღაცა მე როცა ვსვავ ხოლმე არა ხო რა იკრიბებით იწყებს რომ დღეს პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ კვიდა მაგრამ ბოლოს ესე რომ ჩადიღართ უკვე მე ვსვავ რამდენიმენაირად რანაირად გეტყვი
პირველი ვსვავ ეგრე როგორც ვიჩნდები, ანუ აი ნახე ეს არის სხვა მე ერთი არგუმენტი მქონდა კიდე და გადამიყვანეს ხა მეგობრულ თემებს. დალევაზეც ვიყო გადავიდი, აი კიდე რა, ხა იმაში ვერ მომიგებ შანსი არა გაქვს, იმენა გაიმას გიზარდელია. დააკომენტარე. ჩემი აი ნობელის პრემიებს გადმოვდებ აქიდან და ყველაფერს. მე ტელეფონს, რომელიც მადლობა კაპიტალისტებს რომ შექმნეს და დაუგუგლავ და ყველაფერი მარტო. რომელიც გაფუჭებულია. რომელიც გატეხილია ასე რომ ხალხო მაჩუქეთ ვიღაცებმა კომპანიებმა. ეხა გეტყვით ეს iPhone-ია? იყო. იყო iPhone. ნახეთ, ყველაფერი რაც ქმნის iPhone-ს არის შექმნილი ამერიკის გადასახადების გადამხდელთა სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ. ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი, სენსორული ტექნიკა, ინტერნეტი, ესა, ყველაფერი წაიკითხეთ ლონდონის სამეფო კოლეჯის ინოვაციების ინსტიტუტის დირექტორის მარიანა მაცუკატოს TED Talk-ი აქვს ძალიან მაგარი. What makes iPhone so different? თუ რაღაც ეგრე ქვია. მარიანა მაცუკატო ყველაფერი არის სახელმწიფოს მიერ შექმნილი. ერთი ბიზნესმენი სტივ ჯობსი მივიდა სადღაც ეს ყველაფერი შეკრიბა, გადააქცია პროდუქტად. რეპტილოიდები არ არიან თუ? არანაირი ინოვაცია სახელმწიფო ინვესტიციების გარშე. არასდროს ისტორიაში არც ერთი ფაქტი არ მომხდარა ეგეთი. სტოპ ერწამე, ეხა თვითონ დაამტკიცა, ინოვაციები არ არსებობს კონკურენციის გარეშე და თუ ყველა თანაბარია, ვინღა ჯანდაბამ უნდა იზრუნოს კონკურენციაზე. მთვარეზე რატო გაუფრენდით? იმიტომ რომ ვინ თქვა რომ კონკურენცია არ არსებობს, კაცო? კონკურენცია საჭიროა, მე მაგას ვიძახი. კი ბატონო, ამიტომაც არის შენეული ეკონომიკა. სოციალიზმში კონკურენცია. მე არა ვარ სოციალისტი. აუ, უყურეთ, აი ისე რომ დაუბრუნდეთ რა მარტივ მაგალითს, ხო? აი მუშაობის. მე მინდა ვიმუშაო 20 საათი. თქვენ გინდათ იმუშაოთ 8 საათი. მე რო კონკურენციას გიწევდა მეტი ფული მინდა. ეს iPhone-ი ვერასდროს ვერ შეიქმნებოდა. ან კიდე გაჭირდებოდა ერთი 70 წელი, რომ არა სახელმწიფო რომელიც დააფინანსებდა მთელ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც მერე შევიდა iPhone-ში, საერთოდ სხვა მიზნებისთვის, მიხვდი? საერთოდ სხვა სამეცნიერო ტექნოლოგიური მიზნებისთვის. მერე, აი ნახე, რატო, მაგალითად, აუ, სხვათა შორის, ეხა აცხონოს ერთმა ბუბა კიკაბიძე გარდაიცვალა და ეგეთ რაღაცას ამბობს რა, რომ როგორი კითხავს უსვამს რომ როგორ გახდით რომ ესეთი კარგი მუსიკოსიო რა და ეხა ნახე როგორ რაღაცას ამბობს რომ მეო ჩემ ახალგაზრდობაშიო თბილისშიო იყო 36 სამეცნიერო ინსტიტუტიო მარტო ქიმიის ინსტიტუტს არ ყავდა თავის ორკესტრი და გუნდიო ყველას ყავდაო მეგდე ყველას ამაჩი დავდიოდიო მეცადინეოდი ვსწავლობდი და ეხა ორკესტრები და გუნდი გვერდზე გადავდოთ ანუ 35 სამეცნიერო ცენტრი. წარმოგიდგენია რა არის ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის ასე შემდეგ. შენ ხარ ბიზნესმენი, ხო? დღეს შენ რო ხარ ბიზნესმენი, როცა მეცნიერება არ აქვს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მეცნიერება რა. შენ ხარ გაჭედილი TBC ბანკის საიტზე რო შეხვიდე ტოპ ქართული სტარტაპი with big respect ყველასთან. ანუ ეს თქვენი პრობლემა არ არის. პრობლემა ეს კი არ არის, რომ თქვენ პრობლემა არის ის, რომ აი ეგ მოწყობა რა. 10 ტოპ 10 ქართული სტარტაპი რო ნახო ტოპ 10 ისი რა არის? ინოვაციური შეფუთვა, დიჯიტალ მარკეტინგი, სამკუთხედი ხაჭაპური, აი რაღაცა ეგეთები რა. მაშინ როცა შენ, აი რაც არის თანამედროვე პროგრესული ეკონომიკა, როცა სახელმწიფო გიფინანსებს მეცნიერებას, განათლებას, ამას შენ ირაკლი ბიზნესის დაწყება გინდა, ხო? იცი რას აკეთებ? ჩამოივლიდი იმ 36 სამეცნიერო ინსტიტუტს და შეხვიდოდი, იტყოდი რომ რამე წამალი ხო არ გაგიჩიტიათ რამე რა ტარაკანაზე გამოდგეს რაღაცაზე იმაზე გამოდგეს რამე ხო არ მოიგონეთ თქვენ ფიზიკოსებმა ისეთი პროდუქტად გადავაქციოთ რა დღეს მაგას ვერ აკეთებ და არის მაქსიმუმ რომ ვიღაცის ღვინო ინოვაციურ შეფუთვაში ჩავდო და ეს არის ქვეყნის ტოპ 10 სტარტაპი რომელიც არის უწყინარი ღვინო ჩვენი სპონსორი არა ღვინოს არაფერს არ ვიშკიდით მადლობა ძალიან დიდი რომელი ღვინოს არ უნდა იყოს ყველას პატივცემ ამასაც სხვასაც და ასე შემდეგ ღვინოს ვინც აკეთებს საქართველოში ეს არის ღვთიური საქმე ნამდვილად და რავი კაი ხელფასების გადაიხადონ ყველამ სხვა შორის ეგ მინდა უთხრა ჩემზე პატარებს რა მე ვარ პირველი ლიბერალების თაობა რა საქართველოში რა აი პირველი ინტერნეტი მოვიდა და MTV და AOE ამერიკა ევროპა რა მაგარია და ბრიტნის სპირსი ემინემის ტრახები დაჟე და აბა ხოცნაცები ჩემ დროს იყო ბრიტნის სპირსი და ემინემი რო აბა ირჩიეთ მხარე არა კრისტინა აგილერა და ან ბრიტნის მხარეს ხარ ან კრისტინა აგილერა და ემინემი შუა და შუაში სტობა შუაში তো მაშინას ეხავდა ხო ცენტრი სტობად ეხავდა ხო და ნახე დალევა მეოსება როგორი რა
მევასება იმენა აი გართობა რაღაცა და ეგეთიც ქართულის უფრო მიყვარს ძალიან, ანუ აი სადაც არ უნდა გავიშტო, ეგეთი ოჯახიდანაც ვარ და ანუ ვიცი ისაკის გამივლია რომ აუ ეხლა მეძმაო სადღეგრძელოები მეზარება და რაღაცა და ისა არა შენ თუ გინდა რომ ვინმე შენნაირად გაერთოს და შენ გარემოში პატივისცემით იგზნოს თავი ყველანაირი ირონიისგან და რაღაც ქაჯობისგან დასლილად აი უნდა დაჯდე და პატივისცე მრავალ საუკუნოვან ისტორიას რომლის პატივიც გაქვს რომ მონაწილე გახდე შესაბამისად მოსულა მიშა ირაკლისთან მეგობრებთან ასე შემდეგ რა გულა პოდკასტი დალევა მოსულა ქართული ნამდვილი დალევაც ორივე თანაბრად მსიამოვნეს ბარში გასვლა კოქტეილის ტრუპლას სუპერ იასნია მეც გაგვიმარჯოს ამ სტუდიას გაუმარჯოს უღრმესი მადლობა ამ სტუდიას პოდკასტ კორნერს გაუმარჯოს რავი არჩიბალდს ჩვენ ახალგაცნობელ მეგობარს შეიძლება რაღაცა სოციალიზმის ჯერა და მართლა კაი გონია სოციალ დემოკრატია ნიჩო მაინც კაი ადამიანია გულის სიღრმეში თავი არ მოусმინოთ ხალხო და მიაწვეთ კაპიტალიზმს გააკეთეთ ცხოვრებაში მაქსიმუმი დასაქმდით ნიკორაში 700 ლარად ყველაფერი იქნება ლამაზად ნიკორა დაგვასპონსორებ თქვენს გაგაправებთ 700 ლარებად ნიკორამ დაგვასპონსოროს და ამის საუკეთესო ნიკორას ნაუ გამჩეს ადრე თუ გვიან აუ ეს დავტოვოთ ეს მოიჭერს შეგახსენებთ მეგობრებო რომ ჩვენ გადაცემის სპონსორია ბრუსკო რომელიც ვეიპ შოპია შეგიძლიათ ვოლტიდან გლოუდან გამოიწეროთ არა ჩაოლებრივი ვეიპები აქვს, ნუ არ ვიცი. როგორ ფასდება ვეიპები, მაგრამ რა, მე კი მისწორდება. არ დაგავიწყდეთ, როცა გლოვოდან ან ვოლტიდან გამოიწერთ, ვეიპს რო გამოიწერ, ერთი 10 ლარიც იქონიე თიფად კურიერისთვის, იმიტომ რომ ვოლტი და გლოვო არ იხდიან კაი ხელფასებს. ხო, იმიტომ რომ არჩილბარდი ძალიან ის იყო ჩართული იყო, ასაფორთებდა კურიერებს. მე მაგალითად რაღაცას რო ვიძახებ, საჭმელსაც მაინც, აი 5 ლარის თიფი თუ არა მაქვს, არ ვიძახებ, იმიტომ რომ ვიცი რანაირად ცუდად იქცევიან საკურიერო კომპანიები. მინიმუმ 5 ლარი უნდა მქონდეს ტიპისთვის. ახლა ვეიპს თუ იწერ, პაწია, ახლა და თან თუ გინდა სახში მოგიტანონ, პაცა ცოტა წაუმატე. მე ერთხელ ცუდად გავხდი მაკდონალდსი იმდე იმჭამე, იმიტომ რომ ფასდაკლება ქონდათ ჰამბურგერი ღირდა ბიჭო 4 და 60 ნაცვლად მე მგონი რაღაცა ჯინზი თაობის კაცი თემური ასე ყურებიდან შეიზილე. არა, მე წეღა წინა გადაცემაში რაღაცები ვიბაზრეთ მაკდონალდსზე. ბროშურებს რო არიგებეო რაღაცა პოლიტიკურს, გაიგე? რაღაცა რაღაც ერთ ჩალენჯი თავის შვილი რო არის სოფოჭკონია თბილისი ფეშენ ვიკი, თუ იმასაც უხოდავს ხოლმე რაღაცებს, აი ბიგმაკ შეუკვეთა უცბად და აი რაღაცა თბილისი ფეშენ ვიკ რაღაცა ის გივარდება იქ. და 4 წლის ბავშვი გეტყოდავს რომ თბილისი ფეშენ ვიკი საკაი ხო? ფეხში ამკიდია. არშილბად, ეს ვილაპარაკეთ ხა ძალიან ისეთი დებატები გქონდა ჩვენ და მიშა ეკიმს. ეხლა გადავიდეთ ცოტა ისეთ თემებზე რა, რაც მე პირადად მაინტერესებს ძალიან. მე უფრო მაგისტრის მოვედი რეალურად. მაგრამ მე მიშამ გაატრაკა. ჩარტა. კარაში იმენა აი არ გაჩერდა ეს გირჩია და მოიცა გირჩი ვინ არის თქვენ? გირჩის იმას მოგაწყი. გირჩი ხარ შენ, ლიბერალი და ჩემი თავისუფლება და მეძმაო ეხლა. რა გირჩი თო. აი ეხლა მე ცოტა ეს ფლეშბექები მჭირდება. მინდა რომ უფრო ისე გაგიცნო როგორც არჩილბად მეკეში, არამედ სანდრო არჩიბალდ მეკეში და ექსანდროს დრო როცა მოვაგეთყვი. ხო, კარგი. აი, საიდან დაიწყე ვაფშე რასაკეთებდი ცხოვრებაში? აი, ამ ეტაპამდე სადამ გახდებოდი არჩიბალდ მეკეში. ანუ ეგ მაინტერესებს, რომ გაგიცნო კარგად უფრო. კი ბატონო. ფლეშბექები გვინდა. კი ბატონო. კოლ ცენტრში მუშაობ. ბევრად გილას მუშაობ. ხედრიონის დროს სათავს აუთოვებდა. ხედრიონის დროს ყველა ვარიანტში ზვიაგისთან ერთად ვიქნებოდი აუცილებლად თავიდან ბოლომდე. მაგრამ ეხა გადავიდეთ სერიალად. რას ჩალიჩობ, ხო? ხო, რას ჩალიჩობდი? ხო, მოკლედ ვარ 36 წლის, მილენიალი გამოვდივარ, ხო? მილენიალი ვარ, კაროჩე. პირველი ინტერნეტის და MTV-ის და ეგეთის თაობა ვარ, ანუ აი ეხა რო ცოტა ცოჩია ბრიტნი და ვიღაცები და 50 cent-ები და რაღაც. ხო, 20 წლის წინანდელი მუსიკა, ხო, is always cool რა. ხო რა. და ესა და აი მაგ ეპოქიდან ვარ რა. რავი, ჩაოლებრივ რაღაც ქართულ ოჯახში გავიზარდე, საშუალო კლასის ოჯახში. განათლებით ვარ ჟურნალისტი, მედიის მკვლევარი.
მე ღარიბებს გადაწყვეტე რატო არ უნაწილებდი ფულს თუ საშუალო ოჯახში გაიზარდე? თემურ უგულავას ვართმევდი ძალიან ბევრ ფულს, რომ ხუთლარად მიმეტანა კონცერტები 300,000 ევრო რო ღირს თვითღირებულება, მიმეტანა 500 კაციან დარბაზში 5 ლარად. ეგ სხვა შორის რა პონტია? კაკო ყაჩაღი ვიყავი სულ. ჯერ აგვიხსენი ეგ რა პონტია. იმიტომ რომ თემურ უგულავოსთან შენი ბოჭ რაღაც ადამიანა ბოჭ კითხავ დავას. ხო, ესა აი დავიკიდე. მოკლედ. ამას გაჯმეირებული ხარ. ბიჭო ესე ბიჭო ეს პირველი სტუმარია ვის ძლივს თქვა რაღაცა რა. მაგრატვის ცალკე წავიყო. კარგი და წამყვა და ნახური რა. დაითრიე რა პარტიაში ტვინს. ხო, ბერე. შიგარი ხარი მე პირველმა გამედა ძლივს რა ყველა მორიდებით იქცევა. მოიცა კაცო. ხო და მოკლედ განათლებით ვარ მამაჩემი იყო ტელევიზიის მთავარი ოპერატორი და ცოტა ქართულ სტილში ხო ისე აი ბავშვებს ტელევიზიაში იმაში რო ხარ გაზდილი რომ აი მოდი ხა მე ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე მე აღარ მომინდა ჟურნალისტიკა და 24 წლიდან თავი მიუძღვენი ხელოვნებას მუსიკას დავაარსე საქართველოში პირველი დიდი უზარმაზარი მასშტაბური თანამედროვე მუსიკის აკადემიური მუსიკის მათ შორის ელექტრონულისაც ფესტივალი და მე მიუძღვენი ამას თავი. არჩივალდი გავხდი როგორ ალბათ მაგრამ რატო ფესტივალს რა ქვია უცებ? SOU ფესტივალი SOU იყიდებოდა ამფეტამინები? არავითარ შემთხვევაში სწორედ იმის გამო რომ მარტო კლუბები და მარტო ბარები არ ყოფილიყო ქვეყანაში და ყველაზე მაგარი ელექტრონული მუსიკაც როგორ უნდა მოусმინო ხე ანუ ბანზი პონტი იყო რა აი მე ვერ ხვდები როგორ უნდა მოусმინო მაგის გარშე ელექტრონულ მუსიკას ეხა არ გაგიწყდება უცბად მე ამ ვიდეოს რო ჩაურთო რომ 60-იანი წლებიდან ეგ მიდის და ვაფშე ყველაზე კაი პონტი ელექტრონული მუსიკა 60-იანი წლები ჰიპების დრო არისო ჰიპები 2022-ში მოვალ და 24-შიც და 50-ში 60-იანები ზუსტად ჰიპების დრო იყო აი გადაწყვეტებული 60-იანები ბევრი რაღაცის დრო იყო ედიტ პიაფის დროც იყო ჰიპების და შიცის ჰიპების და შიც რა ჩემთვის პიერ ბულეზი და კარლ ჰაინც შტოკჰაუზენი იყო უზარმაზარი რა ჩარტოს არ შეუულია რა თავის ისე ადამიან მერაზე ილაპარაკე ხა არა ვქნა ეხა რა მე როგორ თქვენ მომისმინეთ ნახე მე მაგიტო მომწონს რომ პოპულისტია რა იცის რომ ჩვენა გოიმებად გამოგვაჩენს იმიტომ რომ წერა ყველაფერზე ხო კარგნიდი წესიერენაზე რომ მეთქი არჩიბალდი იქცო პოპულისტურად ხალხო პირიქით ნახე შალვა ნათელბაშვილმა მიზან მიმართულად შექმნა ქართული მემარცხენეობის ცირკი ანუ მემარცხენეობა გადააქცია ცირკად ბატონო შალვა გაიხარე მე თუ გინდა პირიქით მაგ საკითხში რამეში დამადანაშაულო პირიქით შეგიძლია თქვა როგორი რაღაცა იცი რომ შენ ხარ ელიტისტი მემარცხენე შტოკჰაუზენს და ბულეს და ეგეთ დიდ კომპოზიტორებს უსმენ და ეგეთ ხელოვნებაში ხარ ჩართული და არა ლელა წურწუმიაშიო თუ გინდა დამადანაშაულო რამეში მაგ კუთხიდან უნდა დამადანაშაულო მაგრამ მაგას გაიგებს რა ვიცი 3% და მე წანა გითხარ პოპულიზმი დააბრალო პიერ ბულეს და შტოკჰაუზენს ეხა ეგ როგორი კონცერტი იცი რომ სტოპ ახლა შენ მაყურებს ვინ იცის პიერ ბულესი და შტოკჰაუზენი ზუსტად მაგაშია საქმე ეხა იქცევა პოპულისტურად რომ ისეთ სახელებს გვეუბნება რომელიც ჩვენ არ ვიცით და მაგიტომ რომ უფრო მეტი ესმის რა პოპულიზმი იქნებოდა მე რომ ვთქვა რომ მე რა ვიცი შარლ აზნავური ეგ ყველა ვიცით. ყველა ვიცით. სხვათა შორის იმიდან არის. ეს იქნებოდა პოპულიზმი, მაგრამ რო გეუნები რომ ჯავახეთშია დაავადებული. პიერ ბულეზი და მიხეილ შუღლიაშვილი ეგ არ არის პოპულიზმი, ეგ არის პირიქით როგორ გავიტანოთ ხალხში აკადემიური მუსიკა. აგი არ არის პოპულისტი ხარ ახლა გაჩერდი. პოპულისტი ხარ. არა, პოპულისტი. ეს არის აი უყურე როგორ არის? მოდი ვიტყვი კი ბატონო, დაასრულეთ. ერთი თეორია ხო არის რომ ანუ პირიქით უნდა მიუდგე ადამიანს რომ დააჯერო შენი საკითხი, ხო? ანუ უნდა უთხრა რომ აი ეს აუ რა ბანზი ვეიპია არ გინდა აი მოწიე რა ბანზი ვეიპია და მოწიე რომ დაგაჯერო რომ კარგი ვეიპია. რომელიც არის ძალიან კარგი ვეიპი. ინსტრუმენტები რატომ დავიჯერო რომ კაია? იმიტომ რომ მეწინააღმდეგები. და ამიტომ შენ მოწევა მას? კი. ანუ ეს კი მესე უნდა ვილაპარაკო ხოლმე რომ პროპკავშირებს მაგას უკვე აკეთე. ყველა მეხლავე გადაყარეთ პროპკავშირი. მასე უფრო აიგებენ, ბურჟუე. დაწვით არ გაიფიცოთ.
არ მოითხოვოთ საბანკო რეფორმა ზუსტად ეგრეა. და ჩემ ჯინაზე აი უყურე, აი ხა ძალიან მაგარს ასრულებს. მაგალითს მოგიყვანა. აი რაღაცას რო ეუბნები. აი ხა მაგარს ასრულებს. თვითონაც ხდება ბიჭო, გიჟი კი არა, ის კი არა. მამა რო ეუბნება რაღაცას, შუ შედე ეს არ გააკეთო, მაგრამ ხული მაინც იგივენაირი ის მოქმედებს ზუსტად, სიგარეტი არასდროს არ მოწიო და სიგარეტს რო ეწევი. მაგრამ ეს ჩემი მამა არ არის და არც მე ვარ მისი მამა და მაგრამ შემდეგ სერიაში გაირკვეს ხო? ხალხი გიყურე. მე ხოჭრებს უყურეთ შემდეგ პოდკასტს. ბევრი შვილი მყავს და ხო. დაგებადებათ კითხვა, თუ რატო უნდა გამოგვიწეროთ? ეხლავე გეტყვით რატო. რა გინდა ბიჭო, რატო დოსტოევსკი ხარმელე დაგებადებათ კითხვა. ბოლოს ივან კარამაზოვი რას მიაღწევს? იცოდეთ რომ რა ქვია, სმიგორდინი თუ რა ქვია მაგას? კარამაზოვი. მოკლედ, უნდა გამოგვიწეროთ და გეტყვით რატომ. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენმა მეგობარმა კომპანიამ ჰენდიმ გამოგვიგზავნა 2 ძალიან მაგარი საათი მაგიტო არ მიკეთია საათი, ამდენი ხანია ველოდები. და ეხლავე განახებთ ეს იმედია კაცისა. კაცები მაინც ვათამაშებთ. ურის? ერთი მომი. აგერ მეორე უღრმესი მადლობა კომპანია ჰენდის, რომელმაც გამოგვიგზავნა საათები და გავათამაშებთ სხვა შორის გაუმწერებს შორის. რომელიც მდებარეობს პეკინის 19 ნომერში. სრულიად უფასოდ ვაკეთებ ამ საათის რეკლამას იმის გამო რომ აგიხსნათ მარტივი რაღაცა. საათი ხო იცით რა არის? აი წამზომი ჩართულია თუ რაღაცა. ყველაფერი, რასაც ვლაპარაკობ ეკონომიკაზე, სოციალურ პოლიტიკაზე და ასე შემდეგ, მთელი სამყარო შეთანხმდა, რომ ეგ არის სწორი გამოსავალი. შესაბამისად, ყველა ქვეყანა, ვინც აქამდე აქ არ იყო, უკვე ნელ-ნელა მიდის აქითკენ, ვინც აქ იყო უფრო მეტად ამძაფრებს და ასე შემდეგ, ესე იგი წამზომი არის ჩართული. ეხლა დრო არის თქვენზე, რამდენად მეტ დროს გააყვანინებთ ხოცნაცებს და 1000 ჯიშის დებილებს 1000 სისულეში სანამ მაინც იქ მიხვალთ, რასაც მე ვლაპარაკობ. მადლობა ყურადღებისთვის. გაჭერი, დავითი გაჭერი. კარგი. დიდი მადლობა არჩიბალდს თავისი რეკლამისთვის პოლიტიკურად გაჯერებულისთვის, მაგრამ უღრმესი მადლობა ჰენდის მეურსაც. აგერა ის მეორე საათი. თუ გავცვალოთ თუ გინდა. ხო, მოიცა ხო, ეგ უფრო მომეწონა. მოკლედ ჰენდი არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომლებმაც დაიწყეს საათების ხელნაკეთი საათების გაკეთება ხალხო, ეს არის ხის საათები. ამას თქვენ ჩუქნით. და მე მეტყვით რომ მიშაუ ხარ, მე ვარ ამას დისამოებით გავიკეთებდი. ძალიან კაი საათებია, რომლებსაც გავათამაშებთ ახლა. აი ხა ვიხმარ, აი ხა გავუცვეთ 20 წუთი. აბა რატომ უნდა გაჩუქოთ ახალი? არა, ახალ საათს გაჩუქებთ. აი, ასეთი ის აქვს დიზაინი. გადაცემის ბოლოს იქნება გათამაშება ხალხო გაუმწერებს შორის და ვინც გვაჩუქებს ხოლმე რაღაცებს, მაგას ყველაფერს გაგითამაშებთ რა, ასე რომ გქონდეთ ჩვენი არხი გამოწერილი და როცა გვექნება გათამაშება, გვექნება. ამ წინასწარ არ გამოგიცხადებთ, იმიტომ რომ წინასწარ მე ხალხი გამოიწერს პროსტა იმის პონჩი, რომ გათამაშების პონჩი და ჩემი არხიც გამოიწერეთ, გათამაშება მაქვს ხოლმე ქართველი ნეოფეოდალების თავების რა. და ანუ აი თქვენ ვისაც მოითხოვთ ხოლმე, უცად ჰოპა, გადმოვარდება. კი ბატონო. და კომენტარებში დამიწერეთ ვისი თავი გინდათ შემდეგი. და ვისაც ცხოვრება ფეხებზე კიდია, შეგიძლიათ ჩაჯდეთ რამოდენიმე. ბიჭო, ეს მართლა საკაიფოა. კაი საათებია და ცოტა არ იყოს გული წყდება რომ არ ვშება. ეს გული წყდება რომ ვათამაშებთ. მაგრამ თავიდანვე ესეთ დათქმა გქონდა რომ გავათამაშოთო ესო და რავი მართლა საათი უფრო ძვირია ვიდრე ჰონორარი? რეკლამის ფასი? დავდოვოთ საიდუმლოდ. აი, ინფლუენსერებს რთული ცხოვრება გვაქვს. ეს არის, ესე იგი, მილტონ ფრიდმანმა შემოიტანა 70-იანებში ასეთი ეგ ვიღაცები მილტონ ფრიდმანი რაღაცა. ეგ ვიღაცები ბატლერი და ტვინი ბიჭო თენი ღია რაღაც სახელებს იძახის. განა მართლა არცევოს ესენი. პროსტა იგონებს რა თავის პონჩი და ბაზრობს რა. განა ვინმე მიცით ახლა აქედან ვინ არის. კაროჩე მე მინდა ან ევროპული მომავალი, ან ჩემი ქართული საქართველო რა.
იმის იქით არ მინდა ვაფშე გახედო, კიდეს 4 სიტყვაც თუ არის. მარტო ეგ 2 სიტყვა მაწყობს. მაგ ბაზარი არა, მაგაში ვეთანხმებით. ჯიგარი არჩიბალდა. არჩიბალდა ჯიგარი ყობე, ბიჭ, ნანა, მართლა ჯიგარი ხდება. ჯიგარი კი არა, ეხლა ცოტა ხანში ბოზებს დაურეკა. ვინმე სოციალისტი ბოზები არა. ნინო არა, ერთს მოიყვანს, რომ ერთი უნდა გავიყოს. მე ვიღაცას ბევრი მოვა და დაარეგულირებს. ყველა 3 წუთი. მაპატით, ნინო ეს ხუმრობა არავინ აქ არ მოდის, მე მოვდივარ სახში მალე. ხო, ეხლა უყურე. ეს ძალიან საინტერესო შემოვაგდე ბოზის თემა. ეხლა მაგალითად სოციალისტი ბოზი რომ მოვიყვანოთ. ანუ სოციალ-დემოკრატი, თუ ხო, ხო, სოციალ-დემოკრატი. უყურე მაგალითად, ამას უნდა 1 საათი. მე მინდა 3 წამი. ეხლა ეგ როგორ უნდა დარეგულირდეს? არა და შენაგაკ რაღაცა რეგულაცია რომ მაგალითად ესა და ეს დრო უნდა იყოს და მე შემხვდება 9 საათი, შენ 3 წამი და 29 წუთი მე ეჩხუბები და ებოქსავ. ეგ როგორ ხდება მე? ჯერ უნდა გადავწყვიტოს პროსტიტუციის ლეგალიზება არის შესაძლებელი თუ არა. ანუ თქვა და არის ამსტერდამი. თქვათ ლეგალიზებულია. ეგ შენ კლიენტზე არ აისახება, იმიტომ რომ ეგ აისახება მის დამსაქმებელზე, რომელიც ვალდებულია მას გადაუხადოს მინიმუმ საცხოვრებელი ხელფასი, ანუ კანონით საცხოვრებელი ხელფასი და მე უზრუნველყოს საათებრივი ანაზღაურება. შესაბამისად, შენი 30 წამი გაიყოფა საათებზე, შესაბამისად გადადგინდება შესაბამისი ფასი. მაგრამ თვითავად სუტენიორებს მოგმართავთ თქვენ როცა არჩიბალდი მოვა მთავრობაში, ასე რომ წესიერად გადაუხადეთ თქვენს ბოზებს. კი, და ჩვენთანაც გამოუშვთ ხოლმე ხანდახან. გადაცემაში. ხო ეგ არის თქვენი ესე იგი თქვენი პარტიის სლოგანი. სხვა შეს ანუ მაგ საკითხზე კონკრეტ სუტენიორებო დაგერხათ არჩიბალდი მოდის. მაინც ჩავაკვეთებ უცებ კონკრეტულად მაგ საკითხზე ძალიან გულწრფელად რომ თქვა, არა ვარ ჩამოყალიბებული ზუსტად ზოგადად გერმანიაში ხო იცი ბეგრება, ასე რომ როგორ უნდა რეგულირდებოდეს შესაბამისად დავტოვებ გერმანიაში ხდიან დეგრებას. არა ეს მართლა ხუმრობა ხალხო ეხლა მაინც ადამიანი პოლიტიკოსი გახდება და ყველგან სადაც რეგულირებულია მოქმედებს შესაბამისი ხო, შრომითი პროსტიტუტები ხდიან იმას დეგეგეს შოულებრივად. საქართველოს ლეგალიზებული დაექვემდებარებოდა აბა ის კი არა მიშვებულები რო არიან იმაზე რა ქვია, ყველა თავისნებაზე. ბეიბი, გოუტი, რომდენი ხანი ვეწევი, ბიჭო? ბრუსკოს ვეიპები, ხალხო, რავი, რამდენი გადაცემაა ვეწევი უკვე. რომლებიც შეგიძლია შეიძინოთ გლოვოს და ვოლტის საშუალებით, შეგიძლიათ Instagram-ზე გადახვიდეთ, დაათვალიეროთ რა გემოები აქვთ. უღრმესი მადლობა მათ. მე მაგალითად ლარი იქონია ტიპი, როგორც სოციალ-დემოკრატი არჩიბალდ მეკეში იძახის, რომ ძალიან თუ კაპიტალისტ დაუჯერებთ ვაფშე კაპიკი არ კლეზე დაიკიდეთ. ესით ეს არ უნდა გჭირდებოდეთ კომპანიები, რომ კარგ ანაზღაურებას აძლევდნენ კურიერებს, მაგრამ გამოიჩინეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და როცა ყიდულობ ვეიპს, საათს, ღვინოს, ასე შემდეგ, 5-10 ლარით მეტი იქონია. ესე თუ ისა ტრაფელი თუ რა. 10 ლარით მეტი, 20 ლარი საჭმელს უკვეთავ და 30-13% მეტი უნდა გქონდეს. აი უყურე რა მაინტერესებს. არა. ანუ როცა გააქვს საშუალება მაგისი, არასდროს დაინანო. იმიტომ რომ შენ, ანუ ნახე როგორ რაღაცა ადამიანი არ დაბადებულ ხარ იმისთვის, რომ შენ ლოგინში სუში მოგიტანონ. მეხტი? ანუ ეს არის პრივილეგია, რომელშიც უნდა გადაიხადო, მეხტი? შესაბამისად, შენ აცნობიერებ, არა, ერთ რაღაცას ვიტყვი, თუ შეიძლება დავასრულებ. ყველა მეცინააღმდეგე. მეთანხმება, პროსტა პონტია, რომ უნდა შემეწინააღმდეგო. ეს მივხვდი ჩემ თავში. პონტია რა. მექანიკურად იძახის ჯერ არა უთხარი და მე დავფიქრდი არგუმენტი. ბოლოში დაჟე ჩემზე ეს მე მაინც სოციალ-დემოკრატად დავრჩები და ეს ბოლოს სტალინად გადაიქცევა მაინც. მართლა.
ხო და ნახე როცა ანუ სუში რომ მოგიტანონ ოთახში ეს არ არის რაღაცა თანდაყოლილი უფლება და თანდაყოლილი პრივილეგია ხო ეს არის სიხდი ფულს კომფორტი რა ხო. თქმა უნდა საქართველოში რომ ოპერირებდნენ კარგი კომპანიები რომლებიც კურიერებს ისე უხდიან ფულს რომ შენ მაგის მორალური ის არ გექნება რომ აი შენ სუში მოგართვეს პირდაპირ ლოგინში და ვიღაცამ შესაბამისი ანაზღაურება არ აიღო ამისთვის ამიტომ მე ვამბობ რომ ნებაყოფლობითი ეს ხო ვალდებულება არ არის ნებაყოფლობითი კურიერებს ცეთ პატივი და როცა გვაქვს საშუალება ვიქონიოთ აუცილებლად ინდოელებსაც? ტიპი ანუ ჩაი და ასე შემდეგ. ინდოელ კურიერებს. ინდოელებსაც რა შეხება, პროსტა ფორმატი არ არის, თორე იცი რა სერიოზულად ავხსნდი მაგ თემას ინდოელების კურიერების თემას, მაგრამ შენ მელაპარაკები სერიოზულად ეს გვაცდენს ჩვენ. მე მგონი ამას უნდა გავაჯმეინო. ჯმევი დავით გაუთიშე ამის. არა და აი ხა თავი გაუთიშე ბიჭო. ეხა სხვა შორის უფრო მევასებოდა. ეხა სხვა შორის თავი შევიკავე არ უთხარი ადამიანს არ ჩავერთე არა და ეგეც კაპიტალიზმზე გავიდა. ვოლტში და გლოვოში ვინც მეტს მუშაობს ის გამოიმუშავოს მეტს და ადამიანი იცახის რომ ყველას თანაბრად გაუნაწილო რატომ უნდა გაუნაწილო თანაბრად ვიღაცა 2 საათი მუშაობს სამსახურის მერე მე არ ვიძახი მაგას მე არ ვიძახი მაგას მუშაობს 2 საათი და ვიღაცა დღეს და ღამეს ათენებს მე არ ვიძახი მაგას მაგაც აძლევს მაგითი იტყუება აკაუნტს აძლევს მაგითი შეიძლება რომ გააგდონ სამსახურიდან მაგას რისკავს რომ მეტი შეკვეთა გააკეთოს მეტი ნეოლიბერალური ხუნტა მეტი შეკვეთა შეაგროვოს, მეტი ბონუსი აიღოს, არ ჩავერთეთ წეგა და ამან გავაჯმევინოთო. მე არ მithქვამს მე თქვენ ვერასდროს გამაჯმევინებთ. კაპიტალიზმი ყოველთვის იცხოვრებს და იქნება, იცოდეთ. გლოვო და ვოლტი დაგვასპონსორეთ, თქვენს გაგაправებთ. არჩევას დავაწყებინეთ მუშაობას. როგორც აქამდე ბეთქილი პარტელიანმას თქვა ეს და კიდე ბევრმა სხვა. კაი, თქვენი ბაზარი იმაზე ვოლტის სათა ოფის აშუშუში კაი ვოლტი მაინც ვერ დაგოსპონსორებს ვოლტის დედა მაგას მოუთხანდეთ ბატონო არჩიბალდ აბა სუში რა ხდება ეხა გეტყვი რა ხდება ნახე სუში დავასკვენით ეგეთი რაღაც სუსის აგენტია ხალხო ეხა ნახე ისე მართლა ეგ მართლა მწყინს თუ მართლა სუსის აგენტია მე მართლა მწყინს როგორც ქართველს იმიტომ რომ ცოტა არ იყოს ესე იგი ბანძი აგენტები ყავს იმიტომ რომ ყველა ინფლუენსერმა თუ გამოვავლინეთ მაშინ ბანძი αγენტები ყოლია მე რა ხდება აღარ აი ერთი წუთი არ შემაწყვეტეთ აი პლეინ პასუხი გამაცემინეთ ამ თემაზე რა ესე იგი პირველი სამწუხაროდ ქართველი ინფლუენსერებს და ყველას ძალიან უნდა გწყინდეთ იმიტომ რომ სამწუხაროდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ესე არის ხო არ არის დაინტერესებული საბანკო რეფორმით შრომითი უფლებებით საქართველოს დეკოლონიზაციით ბოდიში რომ ტერორისტებს აჩერებენ რა ნამდვილად მოიცა არა ესეც მათი ის არის ხო მამუკა ხაზარაძეს არ ებრძვიან რა ეს ერთი მერე მეორე და ყველაზე მთავარი რა აი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა თქვა რა აი იმ ადამიანებისთვის ვისაც ეგ ჩააგონეს რა ვიღაცებმა და გასაგები ხა ბანკებს და იმენს და ამ დროებში ეგ დამასრულებელი არა საიდან წამოვიდა გეტყვი საიდან წამოვიდა ეგ ერთ ვიდეოში ახსნილი მაქვს და ამიტომ ხა მაგას ვრცლად არ მოყვები აი ძალიან მოსაწყენი იქნება ოკეი აი სუსის პონტი არის ნახე რა პონტი მივიტყვი ხა ნახე ჩვენ სუსში მე სუსმა სუს მოიცა ნახე პონტი ნახე რა არის ნახე პონტი რა არის რომ ანუ ყველა ადამიანი ანუ აი ეს NGO-ების გავლენის ქვეშ მყოფ ტელეფონი მოსმენადია დაკანებული ვისაც ამის ჯერა მოიცა ეს დამასრულებინეთ გქონდა დანიშნულ რაღაც მაგარ რაღაცას ვამბობ ნახე ყველა ამ NGO-ების მიერ დაბოლებული ხალხით მაგ თემაზე იმიტომ რომ NGO-მა წამოწიეს ეგ თემა ნახე პონტი არის რა რომ არჩიბალდი არის სუსის აგენტი, იმიტომ რომ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სულს მართალს ამბობს, მაგრამ ახლა მაგის დრო არ არის. ოკეი. ხო და ეხა მინდა მოგმართოთ, აი ესე სუსიდან მინდა მოგმართოთ. არა, პროდუქტიონიდან არის, მაგრამ სუსიდან აი თქვა და ის სუსიდან მინდა მოგმართოთ რა. ნახე, თუ სწორს ვამბობ ეკონომიკაზე, გეოპოლიტიკაზე, სოციალურ პოლიტიკაზე და ამით ყავხართ სუს გამოჭერილი, რომ ვიღაც არჩიბალდი X, Y, ვიღაცა გამოვა და ამ სიმართლეს იტყვის და შენ უცბად ხდები მძევალი ამ სიმართლის, რომ ვაიმე ხა რა ვქნა ეს კი სიმართლეა, მაგრამ მე ხაზარაზე მიშა ბიძინა ვიღაცებს უნდა დაუჯერო. მაშინ არც ძლიერები ყოფილა. მე მგონი თქვენ გაქვთ საკუთარ თავში რაღაცა გადასალახი, რომ სუსმა ვეღარ დაგაშანტაჟოთ სიმართლეებით.
პირველად ვეთანხმები არჩევანს. მე რა არ მაინტერესებს? არის სწორი. არა, ეგ 100% ისტორია. შესაბამისად, თქვენ თუ გადახედავთ თქვენ თავში, რატომ ვერ აკრიტიკებთ ბანკს, რატომ ვერ აკრიტიკებთ დიდ კორპორაციებს, რატომ ვერ აკრიტიკებთ ქოცნაცებს ერთად, რატომ ვერ აკრიტიკებთ ამერიკას და რუსეთს ერთად, რატომ ვერ აკრიტიკებთ ევროკომისიასაც? და მე ამ ყველაფერს იმ არგუმენტებით მიხვდებით, რითაც თქვენ თავად ფიქრობთ, რომ მართალია, მაგრამ სუსია, გაიაზრეთ ეს სიმართლე და ვეღარ დაგაშანტაჟებთ სუსი ამ მაყუთი სიმართლეებით. საიდან გაქვს? და ანუ upgrade yourself. მაყუთი საიდან გაქვს? ხალხისგან და ამაზე ხა ძალიან სერიოზული პასუხი უნდა გავცე, ხუმრობით ვერ გავცემ. ხუმრობით ვერ გასცემთ, იმიტომ რომ ნუ ეხა რა რითი ცხოვრობთ? გეტყვი, უღრმესი მადლობა. სუსის ხელფასი საკმარისია? არა, საერთოდ, ანუ აი, როგორ თქვა, აი, სხვაჭი ერთი ვიდეო მაქვს გაკეთებული სუსის ხელფასებზე, იცი? ნანახი გაქვს. იცი რა, უცეთ ეს რაღაც ფაილი გავხსენი, რაღაცა, ნუ ღია რა საჯარო ის არის და კაროჩე რები წერია, იცი? რომ აი მაგალითად კონტრდაზვერვის დეპარტამენტი. ანუ შენ ხარ მაგალითად კონტრდაზვერვის დეპარტამენტში რა. და ანუ შენ უნდა უთვალთვალო უცხო ქვეყნის აგენტებს. ეხლა მე მომიყოს რუსად. აგენტურებენ, აი, ეს არის გაჩერდი. რუსი. არა. აგენტები რომლებიც არიან საქართველოს ხო, მე დაინტერესებული რა. ხელფასი რამდენია იცი ოფიციალური? 1200 ლარი. 1200 ლარი. 1200 ლარი. ესე წერია მასალა. და მეთქი ეს ვიდეო მაქვს გაკეთებული, მეთქი ხა იმითით შსს დამცველას მე ვერ გამოდევს, მაგრამ აი ლოგიკა პროსტა სახელმწიფოს მეთქი რა. რომ ირაკლი, აი თქვათ ირაკლი არის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობს და 1200 ლარი აქვს ხელფასი და ანუ უნდა უთვალთვალო შენ CIA-ს კგბ-ს ექსისულია. ყველას იმას ამას 1200 ლარი გაქვს ხელფასი და აღარ ანუ ჯობია ხვდები ნიკოლას. რა სიტუაციაში ხარ რა, რომ აი სამსახურში რომ შედიხარ მოდულის შენობაში რა და აი ბიჭებო ხელფასამდე სიგარეტი ხო არა გაქვთ რა და იქით აი ლავროვი და ბლინკენი და ურსულა ფონ დერ ლაიენები რომ შენ მაყუცე და იქით TBS-ის კრედიტები რო გაკიდეს საყდელი მიხდი და თამპახოდო რომ კგბ-ს და CIA-ს და იმას ყველას თემსოციოს უნდა ებრძოლო. ჩემზე თუ ეგრე არის ცნობილი ძალიან კარგია. როგორ ცხოვრობს მაგ კითხვას გავცემ სერიოზულად პასუხს ძალიან გთხოვდი იმიტომ, ცხოვრების გარშემო და გავცემ. მე დიდი იმედი უღრმესი მაქვს, რომ- მადლობა მინდა გადაუხადო ყველას ვინც 2 წელი მაძლევს მაგის საშუალებას ხალხს მართლა რომ ჩვეულებრივ ხალხს- სუსში ვიყო. არა, ყველა ჩვეულებრივ ხალხს საშუალებას მაძლევს მაგისას, რომ მე ვერც ეხა ბიზნესი თუ არ დავიწყე ჩემი, სამსახურში არავინ არ ამიყვანს, იმაში არ ამიყვანს, მოსიარულე პროფკავშირი ვარ, ხო? ავტეხავ ბუნს. აქედან მინდა მადლობა გადაგიხადოთ. დაგარბევეთ. თელ ქართველ ხალხს მოახარება. მე მეხმარებით ხარს მიჭერთ, რომ პროსტა ვიარსებო ეს საქმე ვაკეთო და კიდე მაგის იქით დავშე. დანარჩენი ხა ხუმრობა არ გვიქვს. ეგ თემაზე ვისაც მინდოდა მე. მე რა ბაზარი მაინტერესებს არა. გადამკითხა, აი ეს აქციაზე რომ ლესბოსელები დასაუბრდნენ, სუსმა აზასაო, შენ იყავი ეგ? რუსები არიყვნენ ეგ ლესბოსელები, ნახეთ მე. როგორ იცის, ნახე? დოკუმენტები მოგვდის. შემდეგში რა გითხარი ხომ ბიჭებსაც წამოვალთ რა. არა, არა, სუსზე რომ ვიბაზრო ჩემი აზრით, ეხლა ნუ რაც არჩიბალდმა ილაპარაკა რომ 1200 ლარი რომ ჩემი აზრით ეგ სისულელია და დიდი იმედი მაქვს რომ სისულელია, იმიტომ რომ მაგ ადამიანებს ტოპ ხელფასები უნდა ქონდეთ. და არ არის სხვა შორის სისულელე, იმიტომ რომ აი უბნიდან და ვიღაცებიდან ვიცნობ ვიღაცებს, ვინც მართლა მუშაობენ მაგ აი ძალიან კაი რომ ეგ თქვით რომ აი უბნიდან ვიცნობო და არა ოფიციალურად, იმიტომ რომ კაი რა არ მგონია ხო რომ სუსის თანამშრომელს, ანუ ადამიანი რომელიც რაღაცა სახელმწიფო ან იმის გამიდან რომ არ არის დიდი განსხვავებული ხელფასებით ხო? ხო, ნუ ჩემი აზრით არ არის ეგ რეალური და დიდი იმედი მაქვს რომ არ არის რეალური, იმიტომ რომ 1200 ლარიანი ხელფასი რატო გიყვირს იმ ქვეყანაში, სადაც ძალიან მარტივია. სვის მაშველს აქვს 800 ლარი ხელფასი. ადამიანის სიცოცხლე რომ უნდა გადარჩინოს ყოველდღე ბათუმში აჭარაში. და რამდენ ხანში ერთხელ უწევს გადარჩენა უკაცრავად? ძალიან ხშირად სრული სეზონის გამავალი. თვეში ერთხელ ვიღაც. 3 წელიწადში ერთხელ მაინც რომ მოუწიოს 8000 უნდა კონდეს უკვე. არა, გმადლობთ. მე ჩემნია სუსის თანამშრომელს გადაუხადო 8000 ლარი და ბათუმის მაშულს ჩამოვაკლო. უბრალოდ დამუშავო. უბრალოდ 700 ლარად. ხვდები სად დაგენძრა მორიგისა, ჯე ის მონაგონია წინა გაშავებები. ეგ რო თქვი ხა? ბიჭო, არა, ძმაო რა. მე ცალკე ვარ, მე ამასთან კაი, არა. ამასაგინეთ. არა მოუჭრათ ეს, სტოპ ერთსამე. ანუ თუ ბათუმის მაშველებს უფრო მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე სუსის თანამშრომელს, ეგ სრული იდიოტიზმია. იმიტომ რომ სუსის თანამშრომელს იმხელა დაცვა და იმხელა მეთვალყურეობა და იმხელა ხელფასი უნდა კონდეს, რომ ვერავინ ვერასდროს ვერ გადაიბიროს.
ყველაზე დიდი პრობლემა იცი რა არის ამ სუსებში და იმებში? ხალხს გონია რომ საქართველოში არსებობს ეგეთი სპეცსამსახურები, რომლებიც ემსახურება კონკრეტნა მთავრობის ინტერესს. არიციან რომ იქაც ამერიკელები და რუსები ზიან. და სუფეხებზე კიდე იმ სპეცსამსახურებს საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას. ესეც არასწორია. მე გეტყვით ახლა ადამიანები ემსახურებიან თავის მეთაურებს. ანუ როდესაც დებენ ფიცს, აი მაგალითად რა ვიცი, პოლიციელის ფიცი რო ავიღოთ, ხო? იქ ადამიანი იფიცება რომ მე ვემსახურები, სხვა შორს ერთ-ერთი პუნქტი, ანუ ბევრი ხაზია რა, 1 12 15 ხაზია პოლიციელის ფიცი და იქ არის რომ დავემორჩილები ბრძანებებს. ბრძანებას თუ გაძლევ შენი მეთაური, რომელიც ყავს და შენ გეძახი სუს. ოპა. რატო არ ვიცოდი ადამიანი ვინ მიცავს რომ რეკავს ვინ მიხდის არ უნდა ვიცოდე? ხეფას საიდე და შემოგვიდეს. ის ვერ გაიგო, შრომის კოდექსი ვერ გაიგო, ელემენტარული და პოლიციის ისაკ წაკითხული დავიდა. ავიდა გაშავება. მე კომუნისტის მანიფესტიც მაგ წაკითხული ეგრე იმისი ენგელსის და იმის მარქსის არის ეგ. მარქსის და ენგელსის. ანუ არ გაქვს წაკითხული. მარქსის და ენგელსის. რა? Communist Manifesto is by Karl Marx. და ენგელსის, ფრიდრიხ ენგელსის. ფრიდრიხ ენგელსი მას სხვა რაღაცები წერა. არა, ბიჭო, რას ვაპარაკობ? ხასა დავიწერა ერთხელ მაგაზე მაგარი. აი, რატო გადააქვს საუბარი? როცა ფაქტებზე დავგუგლოთ, ძმაო. ყოველთვის როცა მივდივართ ფაქტებამდე, აი არჩიბალდი რთავს პოპულიზმს, რომ უცებ ბრახ, უი რა კაი ამინდია, რა კაი განათება გაქვს. როცა ფაქტებზე ვიღაცამ დავიწერა ერთხელ ზამაგარს, ადრე მქონდა ბანძი ტელეფონი და ცუდად ჩანდა. ხო, მე რეკული კიდე ახალი. და მე რატო არ მყიდულობ და ტელეფონი? მოიცა და ძალიან მაგარი კომენტარი ქონდა ვიღაც დაწერილი კომუნისტ მანიფესტო თუ გახსოვს ევროპაში პირველი წინადადება არის ევროპაში კომუნიზმის აჩრდილი დაწერწეს და ეს ხო ცუდად ჩანდი რა იმაში და საქართველოში არჩიბალდის აჩრდილი დაწერწეს. ეგ ხო სრული იდიოტიზმია კომუნისტ მანიფესტო მაგრამ ეს დარჩიბალდი ეთახმება. პრობლემა საიდან მოდის? ხალხო იზით რომ ამ ფერმერები რომ მოსავალს მოიყვანენ და ზედმეტი აქვს ხო და გაყიდვას იწყებენ და არაუფაზოდ არის. არჩიბალდი არის ლატენტური კომუნისტი. გვაპარებს და ეს დემოკრატია დამატებული აქვს პროსტა. რატომ ისწავლება კარლ მარქსი ყველა ევროპულ უნივერსიტეტში თქვენი აზრით ამერიკულშიც მათ შორის? კი, გეტყვი შედარების თვალსაზრისით. არა. ეხა იმის გამო ისწავლება რომ კომუნიზმი განავრცონ, მაშინ ძალიან ცუდი ადამს ადამიანები მიტი რატო ისწავლება? შენ გონი იმიტომ რომ თავისუფალი ბაზარი შექმნან? კი, სად არის თავისუფალი ბაზარი? პირველად გერმანიაში? თქვა მიშამ კი არასმაგირო. არც ამერიკაში არ არის. არცად არ არის. ამერიკაშია, ზოგადად სოფლიოშია თავისუფალი ბაზარი. ერთ-ერთი ჩინეთში თავისუფალი ბაზარი. კაი. სტოპ. მოდი, აგერ ჩვენი სპონსორის იმითი ვიმსჯელოთ. ჰენდითი, ხო? კი ბატონო. მაგალითად, თავრობა გართვევს 1%. თავისუფალი ბაზარი იყო 19 საუკუნეში. ის მე არ ყოფილა. 1% ჰენდის უღრმესი მადლობა, თავრობა გართვევს 1%. ხო და გითხრა უცებ რომ აი იცი რა, შენ გადაკვეთე მილიარდერი ზღვარი და მე დაგიწყებ 50%-ის წართმევას. რას გააკეთებ? გადახვალ სომხეთში, გადაიხდი იმ 5% თუ 10%-ს, რაც სომხეთშია და გამოვაგზავნე საქართველოში. всё, უპრობლემოდ. მიშა ექიმო, აბა გითხარი, ამერიკაში რამდენ სიხდი ჰენდი რო ხარ? ამერიკაში 50 შტატია და ყველა შტატს სხვადასხვა შემოსავალი. ყველაზე ლიბერტარიანულში რომელიც შენ მოგწონს. ნუ რავი, ტექსასში გადავიდა ილონ მასკი და იქ. და რამდენ სიხდის? არ ვიცი კონკრეტულად რა ჯანდაბით უნდა ვიცოდე, მართლა ანუ არ არის თავისუფალი ბაზარი. თავისუფალი, ანუ ყველაფერი შედარებითია. სახელმწიფო ბეგრავს. სახელმწიფო ყველგან ბეგრავს. ხო და ეგ არის სოციალ-დემოკრატია. რამდენად არეგულირებული. ქვები ავიღოთ და გავყიდოთ, ქვები მივუწეთ სხვარში გავცვალოთ. სახელმწიფო ყველაფერს ბეგრავს. ანუ ესე იგი თავისუფალი ბაზარი არ არსებობს. და არსებობს სახელმწიფო, რომელიც არეგულირებს ბაზარს. ყველა სახელმწიფო ეგრეა. ანუ არ არსებობს თავისუფალი ბაზარი და არასდროს არსებულა. თავისუფლება იმაში იგულისხმება, რომ შენ შეგიძლია წახვიდე X საათს მეტი თავისუფლებაა. ანუ თავისუფლება არ არსებობს, არსებობს მეტი და ნაკლები. თავისუფლება შედარებითია. გამარჯობა. აი ესე გაუკეთე ანტარქტიკაზე არც ერთი სახელმწიფო არ იმარჯვება. ანტარქტიკაზე მარლბოროს ქარხნებს ახსნის არავინ ხო და არ შეიძლება კანონით. გახსნა. თავისუფალი ბაზარი არ არის და კანონით
ქარხნის გახსნა კი არა ანტარქტიდას დაჟე მოგზაურობაც კი გემით რო წახვიდე ანტარქტიდაზე ეგ არის რეგულირებული რომ რამდენი გემის წასვლა შეიძლება ანტარქტიდაზე იმიტომ რომ ყინული არ დადრეს ქვეყანა იმაშვება ხო მათ შორის ყველაზე აქტიური ხაზები არის არგენტინიდან არგენტინაც და გაეროც ორივე ერთად არეგულირებს წელიწადში რამდენი გემის წასვლა შეიძლება ანტარქტიდაზე ანუ ანტარქტიდაზე ქარხნის გახსნა კი არა პროსტა რომ გახედო ანტარქტიდას დედამიწის ერთ კონტინენტს მაგის ეგეც კი რეგულირებულია მაგას რომ გახედო ყველა კომუნისტები არიან ბიჭო ლატენტური მაგას კი არეგულირებს მაგას რამდენი გემი შეიძლება გავიდეს ანტარქტიდის იმიტომ რომ ეგ სამხედრო საფრთხეა მაგას არეგულირებენ დიდი ქვეყნები რო სამხედრო ბაზები არ შეძვნენ ანტარქტიდაში არა რო სამხედრო ბაზები არ განათავსონ ვინ რაც შეფუდა სხვა ქვეყნებმა არა არეგულირებს იცი რა ტურისტულ გემებსაც არეგულირებს იმო ვაფშე რა კუბას რატო დაუშვეს მაშინ ამერიკელებმა როცა ის იყო საბჭოთა კავშირი იყო ეგ არის ბიჭო აბა ეგრე შეგიძლია რა დაუშვეს რა კუბა ერთადერთი ქვეყანა რომელმაც შეძლო ამერიკული იმპერიალიზმისგან თავის დაცვა რის ფასად ვაუ მაგრამ დაიწვეს ერთი რომის ბოთლი რო ჩაიტანო 6 ხალი გელოდება წინ იმიტომ რომ თითო ყლუპის გამო რო გათხოვდებიან შენზე მაგარი ქვეყანა სოციალიზმს გაუმარჯოს სოციალიზმი მაგარია კუბაში ჩრდილოეთ კორეაც მაგარი ხო არ არის 10 წუთი ერთ დალიეთ და ჩრდილოეთ კორეა გავაправოთ რომი რომელიც ახსენეთ სხვათა შორის კუბის ემბარგოს შემდეგ ძალიან წარმატებულად ამერიკელებმა გადაიტანეს წარმოება ფლორიდაში თუნდაც მაგიტომ აწყობთ კუბის ფლორიდა რომ ამერიკაში იწარმოებოდეს კუბური სიგარა კუბური სასმელები და ასე შემდეგ შესაბამისად კი ბატონო ანუ გეთანხმებით ყველაფერში ეს არის კაპიტალიზმი ანუ თახებით რომ კაპიტალიზმი არის ერების და ქვეყნების ჩაგვრისა და განადგურების ინსტრუმენტი მადლობა გამარჯობა ნახვამდის ეგ არის ჩაგვრს არა მოფიქრების ამბავია აუ შეგიძლია გადაიტანო ეს ყველაფერი კი ბატონო გადაიტანე მოკლედ მეგობრებო ძალიან ესეთი ეპიკური გადაცემა გამოგვივიდა მადლობა არჩილბაც რომ მოვიდა ძალიან არა მე ვერ გავიგე ანუ ეს მე ვარ თბილისში რო აჯიკა ჩამოიტანეს თბილისში რო აჯიკა ჩამოიტანეს ესე იგი იმას ნიშნავს რომ რა მეგრელებს წავართვით არა იმას არ ნიშნავს რომ უბრალოდ თბილისში მცხოვრებმა ხალხმა დაიწყო აჯიკის წარმოება და всё ეგ არის დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს მადლობა რომ მე მართალი ვარ მეგრელებო ხვდებით რა მაგარია ზუგდიდელი რო ვგონი ვარ ამათ მე ზუგდიდში შენზე მეტი მაგ ნაცხოვრები იმიტომ რომ მე მართლა ზუგდიდელი ვარ ისეთი ვარ ზუგდიდზე გინდა ვისაუბროთ არ გავაჩეროთ მიდია გამოგვიჭერეთ მოიცა მეგრული არ ვიცი მაგრამ ზუგდიდში ნაცხოვრები მაგ გათამაშება არ მოელოდებოდით ხო და ეგა მაგაშია საქმე რომ გამოგვიწერეთ ხალხო არ იცით რა დროს რა გათამაშება გვექნება იმიტომ რომ რასაც ჩუქნიან აი ხა დღეს მაგალითად ეს საათები გვაჩქეს ამას გაგითამაშებთ აი ამ წამს. ასე რომ შემდეგში გქონდეთ გამოწერილი ჩვენი არხი, დააკომენტარეთ და გავათამაშებთ. შეიძლება რაღაცა თქვენც მოიგოთ ჩვენ. კი კაცო, შეიძლება კი არა უეჭველი მოიგებთ, იმიტომ რომ ყველაფერს ვათამაშებთ რა. 2 საათი ჰენდისგან, რომელიც არის ხელით ნაკეთები. ამ კომპანიას აქვს სხვადასხვა კიდევ აქსესუარები, სათვალეები და ასე შემდეგ. და დავიწყებთ გათამაშებას. Made in Georgia, მოიცა ეს უნდა ვაჩვენო ერთ წამს. სუპერ. მოკლედ ვიწყებთ გათამაშებას. კიდევ და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო ჰენდის ჩვენს მეგობარ კომპანიას და დავიწყოთ გათამაშება ვინ იქნება ეს პირველი იღბლიანი ეს საათი არის 20 წუთის ნახმარი ისიც მე ვიხმარე ასე რომ ჩემი აზრით ფასი უნდა მოემატოს კი არ უნდა დააკალდეს თუ ალკოჰოლისადმი გაგიჩნდათ მიდრეკილება მიშას ბრალია მოკლედ დავიწყეთ ეხლა ამ ეპიზოდში ამოვარჩევთ მეგობრებო კომენტარებიდან, იმიტომ რომ ვერ ვიპოვეთ გამომწერებიდან ამორჩევა, ანუ მართლა გეუბნებით რა, თორე გვინდოდა გამომწერებიდან ამორჩევა, მაგრამ შემდეგ გათამაშებებზე გამომწერებიდან ამოვარჩევთ. ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და შემდეგში გამომწერებიდან ამოგარჩევთ. თათე ნატროშვილი, რა 30, 579 დაბადებული 5790 წელს გილოცავ თათე შენ მოიგე რომელი საათი მრგვალი პირველი და იქნება არ უნდა მრგვალი და იქნება 4 უნდა არ აქვს მნიშვნელობა მოკლედ მოიგე საათი მოგწერე და გამოგიზავნით აუცილებლად შემდეგ გავათამაშოთ მაშინ ეს 4 კუთხედი გავათამაშოთ გამარჯვებული
ჩელიუს 801, რომელმაც დააკომენტარა არა 2.d. ერთი სიტყვით მოგწერეთ. მოგწერეთ ხო, შეგვხმიანთ ორი გამარჯვებული, რა თქმა უნდა, გადმოგცემთ უბრალოდ შემდეგში გავათამაშებთ გამომწერებს შორის. ასე რომ გამოგვიწერეთ ხალხო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და შემდეგში გვექნება გამომწერებს შორის. უბრალოდ ეხა დროში ვარ შეზღუდულები და გადავწყვეტთ რომ კომენტარებში გავეთამაშებინა. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. დავბრუნდებით აუცილებლად. წავედით. გილოცავთ ყველას ახალ წელს, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, ხვავს ბარაკას, ხვავი კაცშვილმა არ ვიცით რა არის, ხვავი მოგწერეთ რას ნიშნავს და მაგაზე ცალკე საათს გაჩუქებთ. მგონი ხვავს თუ აგვიხსნით რას ნიშნავს. დათოსაც განახებთ, ყველაფერს განახებთ რა. დათოს უკვე შემდეგ წელს გაჩვენებთ ჩვენ ოპერატორს, ჩვენ ლეგენდარულ ოპერატორს. აბა კარგად.